მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. თბილისში ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს ლოზუნგით ბოლომდე საქართველოს გადასარჩენად. ბოლომდე საქართველოს გადასარჩენად ამ სლოგანით მოქალაქეები 300 არაგველის მემორიალიდან რუსთაველის გამზირამდე მარშით მიემართებიან. სწორედ ამ მარშს მოყვება ჩვენი კორესპონდენტი მერაბ პაპაშვილი, რომელთან ჩართვითაც დავიწყებთ გადაცემას. ევესალმები მერაბს, გამარჯობა, გითხარი ახლა სათხართ და რას ამბობენ აქციის მონაწილეები. მერაბ გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს. შენ უკვე აღნიშნე დღევანდელი ამ მარშის მთავარი სლოგანი ბოლომდე საქართველოსთვის, ასე ქვია ამ მარშს, რომელიც დაიწყო 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალიდან და დასრულდება რამდენიმე წუთში პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე. 300 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იმართება თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური აქციები და 300 დღის თავზე მომიტინგეები კვლავ გამოვიდნენ ქუჩაში ორი მთავარი მოთხოვნის გასახმოვანებლად. ერთი ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და მეორე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, რომელთა დიდ ნაწილს ფაქტობრივად ყველას უკვე მიესაჯა რამდენიმე წლიანი პატიმრობა. ჩვენ გავესაუბრებით რამდენიმე მათგანს აქციის მონაწილეების და ვკითხავთ დღევანდელი დღის შესახებ. გამარჯობა. ვკითხავთ დღევანდელი დღის შესახებ. კიდევ ერთხელ გითხარით 300 დღეს როგორ შეაფასებთ და მოთხოვნები რჩება თუ არა ძალაში ის, რაც 300 დღის წინ გაჟღერდა თქვენი მხრიდან. ყობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ მაქსიმუმ 20 იანვრამდე იყოს პროტესტიო და 23 სექტემბერია და მე 300 დღე არის და დღეს სიმბოლოდ 300 არაგველის ძეგლიდან წამოვიდა ეს პროცესი. ბიზნე ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მისი ფული ანწუხელეძის ქვეყანაში, 82-ას ქვეყანაში, ტატურაშვილის ქვეყანაში, 300 არაგველის ქვეყანაში, ზვიად გამსახურდეს და მერაბ კოსტავას ქვეყანაში არაფერი არ არის. მისი ფული ქართველი ხალხის სულისკვეთების წინაშე დამარცხებულია და ეს გაფორმდება უშუალოდ 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერი არის დედლაინი, როდესაც რუსული რეჟიმი უნდა დაბამარცხოს. რევოლუცია საქართველოში აუცილებლად მოხდება. მხოლოდ ერთი ბერკეტი დაგვიტოვა რუსულმა ოცნებამ, რომ რევოლუცია გამოვიყერო და მშვიდობიანი რევოლუცია, ხო? ჩემი ოჯახის წევრებმა ამ ქვეყნისთვის სისხლი დაღვარეს და არ ვაპირებ რომ მე დავნებდი. ამიტომ სტუდენტებს მიმართავ, რომ 4 ოქტომბერს მასობრივი მობილიზაცია და ჩვენი ძალა უნდა ვანახოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გაუშვათ მოსკოვში. მადლობა. გავესაუბრებით აქციის კიდევ ერთ მონაწილეს. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხავთ დღევანდელი დღის შესახებ. 300 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იმართება აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. გითხარით დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ. მნიშვნელოვანესი დღეა დღეს, 300 დღეა ქართველი კაცი მტკიცედ, ხნეთ, შეუპევრად დგას და ერთი და იგივე მოთხოვნით გათავისუფლდეს დღევანდელი ხელისუფლების ტყვეები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მხოლოდ ამ ხელისუფლების მიერ არ დაინიშნოს. დაინიშნოს არჩევნები, ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და ნორმალურ ფორმატში დაბრუნდეს საქართველო ევროპის გზისკენ გამავალი. დიდი მადლობა. მაშას ეს იყო აქციის ორი მონაწილე. მე ახლა გეტყვით, რომ ვართ მეტეხის ხიდთან. დაახლოებით რამდენიმე ათეულ წუთში ვიქნებით პარლამენტის შენობის წინ, სადაც დამონტაჟებული არის სცენა, ხმის გამაძლიერებლები. დღესი გაიმართება ორი ფილმის ჩვენება. ერთი ეძღვნება ვიზა ლიბერალიზაციას, მეორე ეძღვნება გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს, აქტივისტებს და გაჟღერდება ცხადია ორი მთავარი მოთხოვნა. აქ მათ შორის არიან ამ ადამიანების ოჯახის წევრები, ვინც ამ დრომდე რჩება ციხეში. ისინი ამბობენ, რომ აქციები არის ის ერთადერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც აიძულებს მმართველ გუნდს უკან დახევას. მაყურებელს შევახსენოთ კიდევ ერთხელ, რატომ იმართება დღეს აქცია, დღესაც და ბოლოს 300 დღეა. ეს ყველაფერი მოყვა გასული წლის 28 ნოემბერს მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე. ეს განცხადება აღქმული იყო მოქალაქეების ნაწილის მხრიდან, როგორც ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმა, თუმცა მმართველმა გუნდმა ირწმუნებოდა მაშინ მმართველი გუნდი და დღესაც, რომ ეს არ იყო უარის თქმა და რომ საქართველოს აგრძელებს წინსვლას აი ამ გზაზე. მოკლედ ჩვენ ცხადია ვრჩებით ადგილზე, ხედავთ ხალხის რიცხვს, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვნახოთ ჩართვის ბოლოს.
ამ წერტილიდან კარგად არ ჩანს თუ სად მთავრდება ხალხის რაოდენობა, თუმცა პოლიცია გააკეთა სპეციალური ხაზი მარშისთვის, სწორედ პოლიცია ყოფდა საავტომობილო გზასა და მარშს შორის და მას შემდეგაც ალბათ ჩვენ ავალ თავისუფლების მოედნის მიმდებარე პერიმეტრზე ალბათ გამოჩნდება უფრო კარგად აქციის მონაწილეთა რიცხვი. ჩვენ გემშვიდობებით დროებით და ალბათ მოგვიანებით შემოგიერთდებით მას შემდეგაც მივალთ პარლამენტის შენობასთან. მადლობა, ეს იყო მერაბ პაპაშვილი, რომელიც როგორც ხედავთ აქციას მოყვება, შეგახსენებთ ეს აქცია უწყვეტი პროტესტის მე-300 დღეს ეძღვნება და სწორედ სიმბოლურად 300 არაგველის ძეგლიდან დაიწყო და აქციის მონაწილეები მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. ამასობაში კი ცნობილი ხდება, რომ 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტზე არ მიიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ როდესაც ბევრი სხვა ქვეყნის არა ევროკავშირის ქვეყნის მინისტრი არის იქ მიწვეული. ამას მოყვა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადა, რომ საქართველოს მიიწვიეს ელჩის დონეზე, მაშინ როდესაც სხვები არიან მიწვეული საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. აი რა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზიო. ამ თემაზე და ზოგადად იმ თემაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას აიგნორებს ევროკავშირი დასავლეთი და ფაქტობრივად არ ეკონტაქტებიან, ბევრს საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებაში. დღეს ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა შალვა პაპუაშვილმაც, რომლის ადრესატი სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იყო. ის ამბობს, რომ ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ყველა კრიზისის დაძლევა და დროა მას დაელაპარაკონ. მათ ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვს შანსი გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია და გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართო, ამბობს შალვა პაპუაშვილი. როგორც იცით, ოპოზიციის ერთი ნაწილი გადის არჩევნებზე, მეორე ნაწილი კი ემზადება საპროტესტო და 4 ოქტომბერს აანონსებს რევოლუციას, ერთი ნაწილი საერთოდ შორიდან უყურებს და აკვირდება ამ პროცესებს. ამასობაში ქართულ ოცნებაში კი მათ ყოფილ წევრებს იჭერენ, ან მათ წინააღმდეგ გამოძიებები ტარდება. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოპოზიციამ გაავრცელა, დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაკავებად სურთო ამბობს ირაკლი ნადირაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი. შეგახსენებთ, ქარსელაძე იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი, აზარაშვილი კი ჯანდაცვის მინისტრი. რა ხდება ზოგადად ქართულ ოცნებაში? ამ თემით დავიწყებთ ჩვენ საუბარს ჩვენს პირველ სტუმართან, გია ხოხაშვილთან. მივესალმებით მას, გამარჯობა ბატონო გია. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა გაქვთ ასევე ინფორმაცია, რომ სხვა მინისტრებსაც მიადგა. იცით ყველამ რომ თავდაცვის მინისტრი დაკავებულია, აქ ნახსენები იყო ქარსელაძე, ნახსენები იყო აზარაშვილი. როგორ უყურებთ იმ პროცესებს, რაც ქართული ოცნების ყოფილ ჩინოვნიკებთან დაკავშირებით მიმდინარეობს? ეს არის ბრძოლა კორუფციასთან თუ რაღაც როგორც ოპოზიცია ამბობს, კლანებს შორის დაპირისპირება გავლენისთვის? ჯერ პატარა ესე რომ ვთქვათ, იმას გავაკეთებ კომენტარს პირველ ინფორმაციაზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს დაკარგა ესე რომ ვთქვათ, სუბიექტურობა, ხო? საქართველოს აღარ არის საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი. ის გახდა ობიექტი, ანუ ერთგვარი გასაყიდი ტერიტორია და აქვს დასავლეთს განცდა და არა მხოლოდ დასავლეთ, სხვა შორის ჩინეთშიც არ იყვნენ მიწვეულები თუ გახსოვთ, ხო? სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ და საქართველოს არ იყო, აი შანხაიში მიწვეული. ეს ნიშნავს, რომ სუბიექტურობა დავკარგეთ. ჩვენ აღარა ვართ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი. ეს არის ობიექტი. ყველა თვლის დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, რომ ჩვენ ვართ რუსეთის ნაწილი, უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი და საქართველოსთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე ინტერესი აქვს, პირდაპირ კრემლს უნდა ელაპარაკოს და არა თბილისში ვიღაც პოსტალიონებს ელაპარაკონ, ხო? ყველა მიცის, რომ არა ინსტიტუციური პირი მართავს ქვეყანას. კობახიძე არის უბრალოდ პოსტალიონი და ეხლა პოსტალიონთან შეხვედრა ვის რა სჭირდება და ბოჭორიშვილი კიდე პოსტალიონია რა.
ხოდა ეხა არასერიოზული სამაგერად ფოტოებს დებენ გაეროს გენერალური ასამბლეიდან რომ ესწრებით გაეროს ენერგია. ხო, ნუ ეხა იქ გაეროს ფორმატი, ნუ ეს ფორმალური ფორმატი ყაველაშუც რო იქ ვინმე მოусმენს, ეხა ხო წარმოგიდგენიათ, ხო ეხა ცარიელ დარბაზში უნდა დადგეს ტრიბუნასთან, სურათები გადაიღოს, მეტი არაფერი არ მოხდება. არავინ მისი მომსმენი იქ არ არის თუ არა და ნახავთ მე კადრებს რა. კარგი, დაუბრუნდეთ ალბათ, ხო? არა, ამ თემაზე მინდოდა თქვენთან საუბარი, შემდეგ მინდოდა, მაგრამ რადგან დაიწყეთ, მაშინ მოდი ეს თემა ამოვწუროთ, ვიდრე ქართული ოცნების შიდა თემებზე გადავალთ. მე პაპუაშვილის პოსტი ვახსენე, არ ვიცი თქვენ წაიკითხეთ თუ არა. ეს მიმართული იყო სწორედ აქეთკენ. ამ ჩვენი იგნორირება შეწყვიტეთ, ეს იყო მისი მთავარი მოთხოვნა. მე არცერთმა გეგმამ არ გაამართლაო, ანუ ჩვენი დამხობა გინდოდათო, ჯერ არჩევნებში მოგება გინდოდათო და ოპოზიციამ არ გაგიმართლათო, მე რევოლუცია გინდოდათო, არ გაგიმართლათო, ანუ მიმართავს უცხოელებს და ეხლა გინდოდათო რაღაც არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები ჩაგეშალათ და ამანაც არ გამართლა, იმიტომ ორი პარტია იღებს მონაწილეობას არჩევნებშიო და ანუ დროა რომ ჩვენი იგნორირება შეწყვიტოთო. ეს არის შიგა მოხმარების გზავნილი, ხო? ეს არის საარჩევნო წმინდა წყლის საარჩევნო გზავნილი, თორე ყველაფერი კარგად იცის რეალურად რა ხდება და როგორ არის. რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის განცხადებებია, შიგა პოლიტიკური მოხმარების განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და აზიანებს ამ ურთიერთობებს და პერსპექტივას კიდევ უფრო უკლავს, მაგრამ ეს ხელისუფლება არ დაგიდევს ამას, ხო? მისი ერთადერთი ფასეულობა აქ ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება. თუმცა თვლიან რომ რა გარკვეული მანევრი აქვთ რა და ეს ძირითადი თემა ალბათ ჩვენი საუბრის ეს იქნება თუ რა გეგმებია ქართულ ოცნებას და რა შეიძლება ამას დაუპირისპირდეს ხო და ეხა ქართული ოცნების გეგმა მე ამაზე ხშირად საუბრობ ბოლო პერიოდში აბსოლუტურად გამჭვირვალე და გასაგებია ხო უпроსტოდ ბიზნეს გეგმა და რაში მდგომარეობს ეს გეგმა მან უნდა 5 ოქტომბრისთვის უნდა ჩააბეტონოს საბოლოოდ აი რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი და იმისათვის რომ ეს გააკეთოს ორი რაღაცა უნდა მოხდეს ხო ორი წინაპირობა ჭირდება არის ესე რომ პირველი რომ ძალიან სერიოზული და ძალიან უხეში გაყალბების გარეშე უნდა მოიგოს არჩევნები ერთია ხო გააყალბებენ ბუნებრივი ადმინისტრაციულ რესურს ორგანიზაციულ რესურს გამოიყენებენ მაგრამ ძალიან ეს პირდაპირ ოქმების დაწერა არ უნდა დაჭირდეს ეს არის პირველი ელემენტი და ეს რუსული ტიპის არჩევნები უნდა ჩაატაროს მოკლედ ხო კონკურენტო არჩევნები და მეორე ელემენტი არის ის რომ იგივე დღეს ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, ხო? უნდა მოახდინოს გარკვეული ძალის დემონსტრირება, რომ ვინც გააპროტესტებს, ესე რომ ვთქვათ, ობიექტურ და შვენიერ არჩევნებს, ვინც გააპროტესტებს, იმათ უნდა დააბრალოს სახელმწიფო გაატრიალება და ვიღაცები დაიჭიროს, ვიღაცები ცემოს, ვიღაცები მერე საბოლოო ჯამში პროტესტი უნდა შედენოს იმ სამზარეულოში. და მე დასავლეთთან რა საუბარი აქვს ხო დასავლეთთან აქვს ესეც საუბარი რომ კი ბატონო მე არ მოგწონო ვარ მამაძაღლი ვარ ესე ფიქრობთ მაგრამ ალტერნატივა არ მაქვს აი ხედავ ხო ვიღაცები არჩევნებზე არ მიდიან იმიტომ რომ ეშინიათ არჩევნებზე წასვლა ვინც წავიდა იმათ ეგერ უპრობლემოდ მოუგე და მე უნდი ვარ ამ ხალხს და ეხა კი შეიძლება არ მოგწონო ვარ მაგრამ ესე მე უნდა მელაპარაკო ანუ ფაქტობრივად ბიზნეს გეგმაა რომ საქართველოსგან შექმნას ერთგვარი აზერბაიჯანული მოდელი, მოდით ესე ვთქვათ, ხო, თუ ანალოგიის დანახვა გვინდა. ეხლა აზერბაიჯანს აქვს ურთიერთობები, დასავლეთთანაც ყველასთან ურთიერთობები აქვს და ეპატიჟებია ყველგან და ამ შემდეგ. უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ აზერბაიჯანს აქვს იმ ტიპის აქტივები, რითაც ის საინტერესოა გარე სამყაროსთვის, ხო? ეს არის ენერგომატარებლები და ესე რომ ვთქვათ საკმაოდ სერიოზული რესურსები ხო და ეს მისდამი ინტერესს აღძრავს და ჩვენ არაფერი არ აქვს. მით უმეტეს ეხლა ზაგეზური რო გაიხსნება საქართველოს გაუკეთე ბანტი და რაც გინდა ისქენი მერე ხო? აი ესეთი პაპუაშვილის მოწოდება რომ შეწყვეტეთ ჩვენი დაიგნორება არის არა მოწოდე ვინც აიკითხავს ამას დასავლეთში რა ვინ უსმენს პაპუაშვილს აღარავინ აღარ უსმენს აღარავინ აღარ უსმენს დასავლეთში არის სრული განცდა რომ ჩვენ მთლიანად კონტროლირებადი ვართ კრემლის მხრიდან და პაპუაშვილი იქნება ეს ყაველაშვილი იქნება ყობახიძე თუ სხვები ისინი ლაპარაკობენ იმ მესიჯ ბოქსში რასაც უწევს FSB
აი ესე თვლიან ეს განცდა არ დასავლეთში, ანუ სერიოზულად პოლიტიკურ ფიგურებად ამათ არავინ არ განიხილავს უკვე. იმიტომ არ ეპატიჟებიან. რაზე უნდა ელაპარაკო პოსტალიონს, ხო? მინიმუმ არაინსტიტუციური პირი იღებს გადაწყვეტილებებს, შესაბამისად ეხა ამ პაპუაშვილს ან კობახიძეს რაზე უნდა მოელაპარაკო, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ტელეფონს თუ არ დარეკა, ხო? ეგეთ ხალხს არ ელაპარაკებიან თავმოყარე ლიდერები რა. ეგ არის და ეს მინიმუმ და რეალურად ისინი უკვე ფიქრობენ, რომ ის კაციც აღარ იღებს უკვე გადაწყვეტილებებს, ისიც მძევალია და პირდაპირ კრემლიდან ინსტრუქციებით მოქმედებს მთელი ხელისუფლება. აქედან აი სტერილიზაცია აქედან გამოდის, მაგრამ არსებობს ესეთი ილუზია, რომ შესაძლებელია საქართველოსგან იმ ტიპის ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიის დამყარება, სადაც არის ერთი დომინანტური პარტია და მისი ხელის ოპოზიცია, სადაც სამოქალაქო საზოგადოება, ესე რომ ვთქვათ, დონაციას მიიღებს მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით, ხო და იმ პროექტებზე, რომელიც ხელისუფლებას აწყობს, ხო? სადაც ლარი არ დაფრინავს ხელისუფლების კონტროლს მიღმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთი სუვერენული დემოკრატია, სადაც ფორმალურად თვითონ ტარდება არჩევნები, აი ესეთი მოცემულობა უნდა შეიქმნას. ეს მოცემულობა რომ შეიქმნას, ბიძინას არ აკმაყოფილებს მხოლოდ არჩევნების ჩატარება. მას სჭირდება ძალისმიერი აქცია. ძალისმიერი აქცია, რომ კუნთები, საბოლოოდ კუნთები თუ რამე კიდე სადმე რამე არის, ხო, ისიც უნდა გატეხოს და სისტემურად პროტესტი უნდა შეიყვანოს სამზარეულოში. ეს არის თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს? თუ არა, მე არ ვფიქრობ აქციები, არა, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ აქციები მუდმივად უნდა იყოს. ნახეთ, ეხა ამისთვის, ამ საქმეში ბიძინას უკვე პრინციპში ყველაფერი უკვე დაალაგებული აქვს. რატომ? იმიტომ რომ ოპოზიცია მოახერხეს და ოპოზიცია გაყვეს, გახლიჩეს, ხო? არა თუ გახლიჩეს, არამედ დააპირისპირეს ერთმანეთთან. ვიღაცა მიდის არჩევნებზე და ბიძინას სჭირდება, ნაკლები გაყალბების არჩევნები სჭირდება და ვინც არჩევნებზე მიდის, ხო, იმას დაუპირისპირა ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც დადგება თბილისში და არ წახვიდეთ არჩევნებზე და ესე რომ ვთქვათ, მთელ იმას რა ოპოზიციურ ამორჩევლს, კოცი ამორჩეველი მაინც ავა, ხო, ოპოზიციურ ამორჩევლს, რომ არ წახვიდე არჩევნებზე და ხელისუფლებას ეს აძლევს პირდაპირ კარდ ბლანშს, რომ უპრობლემოდ მოიგოს არჩევნები, ხო? ანუ ეს პირველი ამოცანა შეასრულოს და ამის შემდეგ უკვე ყველა უფლება ექნება, რომ ილაპარაკო თუ ვინმეს რამე ხელი წაუხსდება, ისაუბროს სახელმწიფო გადატრიალებაზე. იმიტომ რომ არჩევნების გზით ხელისუფლება დამკვირდა, ვიღაცა ამას შლის, ხო? ანუ ფაქტობრივად და არჩევნების შემდეგ აბრუნებს უკვე იგივე ნაცქოცურ იმას, ნარატივს, ხო, სადაც მარტო ამ სამყაროში ხო მარტო ნაცები და ქოცები უნდა იყვნენ. ის პარტიები, რომლებიც ცდილობენ რომ დარჩენ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში, მათი ისე ოპოზიციის მეორე ფრთისხელით მათი სრული დისკრედიტაცია უნდა მოხდეს, ანუ ეს ორპოლუსიანობა უნდა დაბრუნდეს. ანუ შოკოლადშია ბიძინა, მას განძრევაც აღარ ჭირდება ოპოზიცია აგეთებს. ანუ აქეთ რომელმა მხარემ დაუშვა თქვენი აზრით შეცდომა იმათ ვინც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა თუ იმათ ვინც დაუშვა მხარებაში მიიღეს გადაწყვიტეს არჩევნებში. შეცდომა დაუშვა ორივე მხარემ, რომ დიალოგის მაგივრად მონოლოგების ენაზე დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი, ხო? და შინაარსობრივი დისკუსიის ნაცვლად ესე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტებაზე დებენ თავს ყველა. სინამდვილეში ამ სიტუაციაში არის ცუდი მოცემულობა, მოდით ესე ვთქვათ, ორივე მხარე დასუსტებულია, ხო? სამივე მხარე მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ოპოზიციაში დღეს ჩვენ სამი სხვადასხვა მიმდინარეობა გვაქვს. ვიღაცა მიდის არჩევნებზე, ვიღაცა გვეუბნება რომ 4-ში ვიწყებთ რაღაცას და საღამოს ვამთავრებთ და ვიღაცა ამბობს რომ მე არანაირ თარიღს არ ვასახელებ და დინამიკაში უნდა მივახციო იმას, რა ქვია, საყოველთაო დაუმორჩილებლობას. არც ერთ ამ სამ მიმდინარეობას პერსპექტივა არ აქვს ცალ-ცალკე. ერთადერთი შანსი იყო, რომ ესენი ყოფილიყვნენ ერთად, ან ერთი დღის წესრიგით, ან მეორეთი, ან მესამეთი, ხო? აი, ეს იყო სწორი. და სხვათა შორის ამის გაერთიანება კიდე შესაძლებელია. იმიტომ რომ 4 ოქტომბრის აქციაზე ამ სამ შორის ეს სამი მხარე უნდა ფიქრობდეს არა იმაზე, რაც ყოფს და ანაწევრებს, არამედ იმაზე, რაც აერთიანებს. რა აერთიანებს ამ ხალხს?
ამ ხალხს აერთიანებს რიგარეში არჩევნების მოთხოვნა, ევროპულ გზაზე დაბრუნება და პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამ თემებზე ხო თანხმდებიან. ბიჭო, ამ თემებზე გააკეთონ კოორდინაცია, ამ თემებზე ერთად ატარონ ეს აქციები, ერთად იმოღვაწეონ და თუ 4 ოქტომბერს შესაბამისად ხელისუფლებას მოუწევს არჩევნების გაყალბება და ხელისუფლება უნდა შეეშინდეს რომ წააგებს არჩევნები, თუ არ შეეშინდა და თუ ეხა თვითონ ოპოზიცია მიეხმარა იმაში რომ ბოიკოტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ჩიტების ჭიქჭიქში თუ ჩაატარა არჩევნები, მაშინ კარდ ბლანში ექნება რომ ნებისმიერი ქმედებები ჩაატაროს, ხო? ამიტომ კი ბატონო 4-ში აქციაა, მეც გავალ იმ აქციაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ბიჭო, ბოიკოტის თემა მოხსნა რა, ხო არის კაცო, არჩევნების თემა, რიგარეში არჩევნების თემა, არის ევროპის თემა და რუსეთის იმპერიის დაგმობის თემა. ამით გავიდენ და იმის და მიხედვით მოცემულობა 8 საათისთვის საარჩევნო უბნებზე რა იქნება, მერე ესენი ყველა უნდა გაერთიანდნენ. ეს სამივე ფრთა უნდა გაერთიანდნენ და ერთ მძლავრ ნაკადად უნდა დაბრუნდნენ. კი ბატონო, ეს არის გზა. ბოლოს ის თემაც რითიც დავიწყეთ, თუ არ გამოგჩეს, ანუ რაღაც ქარსელაძის და სხვა მინისტრების დაკავებას რამდენად ელოდებით ოცნების მხრიდან და რა პროცესია ეს რაც? ნუ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეხა მე არაერთხელ მისაუბრია რომ ბიძინამ რა გააკეთა ნახეთ, ბიძინას აქვს ესეთი ტექნოლოგია, ხო? ის მან ჩათვალა რომ კორუფცია არის სისტემის განუყოფელი ნაწილი, კორუფციის გარეშე მდგრადობა სისტემა ვერ შეინარჩუნებს და ამ სისტემაში მართლა შეუძლებელია, იმიტომ რომ სისტემას კვება ჭირდება და შენ თუ შენი ფულის მიცემა არ გინდა, ხო, საძოვარზე უნდა გაუშვა რა. ადგა და მაგ გაუშვა საძოვარზე, მისი ცხვრები. გაუშვა საძოვარზე, იალაღებზე, გარეკა, ხო? და ეხა ამათმა რაღაცა რომ მოუსვამეს იქ არა, ადგა და გაიჯიჯილეს რა. გაიჯიჯილეს და რაც მოხდათ, ყველაფერი ჭამეს. გამოძღენ მაგრად და ეხა დადგა პარსვის დრო. პარსვის დრო დადგა უბრალოდ, აი ცხვრებს ეხა კარგად რომ იმას ქნია, აი ბეწვი და მე ხო უნდა გაპარსონ ის ცხვრები. და ბიძინა ეხა პარსავს ამ ცხვრებს, ხო? ეხა პარსვის პროცესში ვიღაცა ძირითადად მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, მოიტანე ამდენი. ყველას ამას ეუბნებიან, გეგონიათ პირდაპირ იჭერენ ვინმე ეს. თახას უსახელებენ, ამდენი უნდა მოიტანო. ჩემი ინფორმაციით ზოგს ვისა რაც მოპარული აქვს, 3 იმდენი მოთხოვეს, ხო, იმიტომ რომ არითმეტიკაზეც ხო ვერ არიან თლათ მაგრად, არა? ხო და ვიღაცა მერე თვითმკვლელობაცა და ვიღაცა მისა და კობახიძემ აიღო ეს მისია თავის თავზე რომ მე ამათ გავპარსაო ეხაო ბიძინაო შენო მიმიშვიო მე ამათ გავპარსაო მერე იქ თვითმკვლელობის ამბავი წამოვიდა ისე და მოკლედ ვერ ამოიღო ეს ფული რა კობახიძემ რა ჯერჯერობით ამ სიტუაციაშია რო ვერ ამოიღო და ბიძინამ ოყნა რო გაუკეთა ადგა და პოლიტიკით გააზავა ეხა ეს საკითხი ბიძინას უმტკიცებს და ჩვენს გველაპარაკება რომ ეს ხალხი ოპოზიციას აფინანსებს თურმე ხო გესმენთ ანუ ბიზნესთან თავი ხო უნდა იმართლოს ფული რატო ვერ ამოიღო ამიტომ ახალი ლეგენდა დაამატა რომ ხაბეიშვილს აფინანსებს ღარიბაშვილი და აი ამ გიჟობებში შევიდა ხო გასაგებია გაითიშა მე მგონი კი ბატონო თუ არის ხაზზე თუ არა დავემშვიდობებით მაშინ ბატონ გიას პრინციპში მე მგონი ხო ნუ პრინციპში მე მგონი სათქმელი თქვა ბატონმა გიამ და ამიტომ მადლობა მას მონაწილეობისთვის გადაცემაში დაბრუნდა ბატონ გია თუ დაბრუნდა დაასრულებ ბატონ გია და ო არ ვიცი რა ვიცი თუ აღარ არის საინტერესო გავჩერდაზე და არა საინტერესო იყო კი ბატონო უბრალოდ გაიჭედა და ამიტომ ხო შევწყვიტეთ და დაასრულეთ მოკლედ იმიტომ დრო ცოტა გვაქვს და რომ დავასრულოთ კი ბატონო ჩათვალეთ რომ დავასრულე არ არის პრობლემა ხო კი ბატონო პრინციპში გასაგებია თქვენი პოზიცია რასაც ამბობთ ამ თემასთან დაკავშირებით ანუ ამ ყველაფრის გაგრძელებას უნდა მოვედოთ როგორც ხდებით შეიძლება სხვა მინისტრებიც აღნიშნოს რა ვიღაცა შენ რა დაიჭირო ვიღაცა ფული მოიტანოს მოელაპარაკონ ეხა ეს ხო პროცესია პროცესი ვის დაიჭერენ ვინ გაიქცევა ბაგაჟნიკი იმით რა საბანკო ღარიბაშვილს შეიძლება მოკიდოს ხელი ვისა ღარიბაშვილს ღარიბაშვილი ბიჭო რატო არ შეიძლება ვინ არის ხელშეუხებელი ბიზნესთან არავინ არ შენ კობახიძეს დაიჭიროს ხვალე
რა პრობლემაა აქ ბიძინას ბიჭო? ეს ხო ერთკაციანი პარტია, მონოთეისტური რელიგიაა, პარტია არ არის ეს არის სექტა. ერთი ღმერთი და დანარჩენი ყველა მრევლია. ყველა შეუძლია დაიჭიროს და ქუჩიდან აი გენიტალიებით რო ვაშკაცობდნენ. ის ხალხი დანიშნოს მინისტრებად. რა პრობლემაა აქ ბიძინას? აბსოლუტურად არანაირი. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გია ხუხაშვილი გვერდებოდა, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში. სტუდიაში ჩვენი სტუმრები იქნებიან დღეს თაზო დათუნაშვილი, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენელი, შემდეგ ჩვენი სტუმარი ხდება გედემან ფოფხაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, რეკლამის შემდეგ კი ორი ექსპერტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი შემოგვიერთება და მათთან ერთად გავაგზავნებთ საუბარს. გიორგი ხუხაძე და ირაკლი მელაშვილი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მივესალმებ პირველ სტუმარს თაზო დათუნაშვილს. გამარჯობა თაზო. მოგესალმებით მე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან საუბარს დავიწყებ შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებიდან ციტატით, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და გეძღვნებათ თქვენ ეს ციტატა. მე ვახსენებ ეს პოსტი, სადაც ის მიმართავს ევროპელებს, რომ ჩვენი იგნორი შეწყვიტეთო, იმიტომ რომ ერთერთი თქვენი რაღაცას დაგეგმილი აქცია, ჩვენი დამხობის არ გამოვიდაო და ეხა გინდოდა თუ ამ არჩევნების ჩასვლაო. და ეს არჩევნებიც არ გამოვიდა. ამიტომ ხელოვნურ თამაშგარეში აღმოჩნდითო. ანუ უბრალოდ ხელოვნური თამაშგარის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა და გაგეპარათ თავდავსხველეო, ну ჩვენი სახითო დაახლოებით. ესე არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა ამბობს პაპუაშვილი. მართლა პოლიტიკური საბოტაჟის მიუხედავად არჩევნები დროულად ტარდება. 4 ოპოზიციური პარტიიდან 2, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს ის. თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვს ქართულოსნებმა არჩევნებში აბსოლუტურ გამარჯვებას. ასე შემდეგ, მაგრამ ანუ მათი გეგმის ჩაშლას უკავშირებს თქვენს მონაწილეობას არჩევნებში. ну აქ ასე გამოდის და გამოდის ვარა რომ დაეხმარეთ ფაქტობრივად ქართულოცებას არჩევნებში მონაწილეობის. ის ფიქრობს რომ აი ეს გეგმა ჩაიშალა, იმიტომ რომ ბარიერი გადალახული ორი პარტია მონაწილეობს არჩევნებში. არ გამოვიდა საკრული გეგმა. ის მისალმებით მე რა კიდევ ერთხელ მივესალმებ ჩვენს მაყურებელს. თავისუფლებას ინდისთა პოლიტიკურ პატრონებს, რომელიც სულად სამართლოდ არიან საქართველოს ივანიშვილის საპყრობილეებში ახლა და ჩემი სოლიდარობა მე-300 დღეს ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოში მნიშვნელოვანი საპროტესტო კერას 300 დღეა ინახავს და 300 დღეა იმ იმედით, რომ დიდი ტალღა აგორდება ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ ჩემი სოლიდარობა მათ. შენ შალვა პაპუაშვილის სხვა განცხადებებს დარწმუნებული ვარ, რომ სერიოზულად არ იღებს. შესაბამისად, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ ეს შალვა პაპუაშვილი, რომელიც რაღაცა საუკეთესო სტალინისტურ ტრადიციებში დასავლეთს უპირისპირდება, ელჩებს რაღაცა ვენის კონვენციას ახსენებს ხოლმე. ჯოჯოხეთს აი ხო, რატო შეიძლება ამას ისე დავფიქრდეთ, რომ რა უნდა ხელისუფლებას კი არა, რა უნდა შალვა პაპუაშვილს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დისონანსი შემოიტანოს ამ პროცესში. ხა შალვა პაპუაშვილი რაღაცას რომ დაწერს, ეგ მივიღოთ მოცემულად ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა. მაგ პირუტყმა რაც დაწეროს ის რო სერიოზულად მივიღოთ. ეგ მართლა ბატონი იმას გია ხუხაშვილს უსმენდი და აი იმ ცხვარშია გასაშვები კიდევ ერთხელ შირაქის ველზე ხო იყო ამას წინათ და მე მგონი მისაბრუნებელი არ იყო ერთი ზაფხულის სეზონი შირაქის ველზე, იმიტომ რომ ხო ჭკუა გადასული არის. ეს კაცი რომელიც მთელი ცხოვრება გაატარა NGO-ში, მთელი ცხოვრება გერმანიის გადასახადის გაზამხდელების ფულით არჩინა თავისი ოჯახი. ღმერთმა რას ვერჩი მის ოჯახს, კაცო, ღმერთმა ჯამრთელად უმყოფოს. მთელი ცხოვრება რო ეს გამოიარა და დღეს რაღაცა ის რომ ევლინება სიმონიანი იმის გარეშე, რა ქვია, პომადის გარეშე, ეს სამარცხვინო არარაობა, რომელიც მთელი ცხოვრება იდგა იმ გზაზე, რა გზაზე არავითარი პრობლემა არ ქონია და დღეს ეს გზა, რასაც კარიერა გაიკეთა, თურმე კრიმინალი როა და ყველა მტერი რო არის სახელმწიფოსი, აი ამ სამარცხვინო კაცის რამე შეიძლება დავიჯეროთ და რადგან მან თქვა და ტალახი გვესროლა და ჩვენი დასრა უნდა ხელისუფლებას მე რა კიდევ ერთხელ გავიმეორებ შენთან ბევრჯერ გამიმეორებია ეთერში. ხელისუფლებას უნდა დისონანსი შემოტანა. ხელისუფლებას შალვა პაპუაშვილის და სხვა დასაკოკი სათამაშოების სახით უნდა რომ გზაკვალი აურიოს ქართულ საზოგადოებას. თორე სინამდვილეში რაც უნდა ეხა ამ განცხადების მიღმა ხო სისულელეა ამის დაჯერება ჯერმიაზე. ამ განცხადების მიღმა ხო და არავინ არ დაელაპარაკება ამის გამო, იმიტომ რომ ეს არაფერს არ ცვლის იმ დამოკიდებულებაში, რა დამოკიდებულებაც აქვს ცივილიზებულ სამყაროს არაცივილიზებული ველური ნახევრად ჩეჩნური მართლობის წინაშე, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი ყავს ნაწამები ამ 300 დღის მანძილზე, 60-ზე მეტი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ყავს საპყრობილეებში, კანონებს იღებს, როგორი კანონებისაც პუტინსაც შეშურდება და საღორეს აწყობს ამ ქვეყანაში ავტოკრატიულს, არავინ არ დაელაპარაკება ცივილიზებულ სამყაროში არაფრის გამო. თუ აი ეს ყველაფერი
არაფერი არ შეიცვლება. ეხლა რაც შეეხება იმას, რა უნდა ხელისუფლებას? ხელისუფლებას უნდა საბოლოოდ ავტოკრატიის დამყარება. და ეგ გადის მარტივ ამბავზე. არც ერთი პარტია აღარ უნდა, არავითარი პოლიტიკური პროცესი არ უნდა, არავითარი არჩევნები არ უნდა, არც სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა, არც თავისუფალი მედია არ უნდა და შენი და სხვა შენი კოლეგების დანახვა ყოველდღე ყელში ეჩხირება და დასანახავად ვერავის ვერ იტანს. პროკურატურა შეატარებს ყველას სამოქალაქო საზოგადოებაში და ციხეში უზის ყველა პოლიტიკური ლიდერი და აგერი ბადრი და მამუკა გამოუშვა, იმიტომ რომ აი ეს დისონანსი შემოეტანა და ვიღაცა შალვა პაპაშვილის ნაძიღლებს ტალახი ესროლა ჩვენს მიმართ და ჩვენ ვაკეთებთ ქართველი ხალხის დაკვეთას. ჩვენ თვლით, რომ აბსოლუტურად ყველა ბრძოლის ველი, როდესაც აი ამ მიზნებით ყავს ავტოკრატია, აი ამ მიზნებით გებრძვის, არ არსებობს ველი, რომლის დათმობაც შეიძლება. ჩვენ ეს დამოკიდებულება გვაქვს. პატივსცემთ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს, არათანამოაზრეებს დღეს, ვინც აგრეთვე შეიძლება ტალახის სროლელი იყოს, პატივსცემთ მათ პოზიციას. უთანაგრძნობთ მათ პოზიციას, უთანაგრძნობთ მათ მისწრაფებას, რომ სხვა გზებით დაამარცხონ ივანიშვილი, მათ შორის. ოღონდ ჩვენ, ხო და გავიგე, ოღონდ ჩვენ ამ გზას ვთვლით სწორად. იძახოს ეს. გავიგე, ვინც ქუჩაშტიას არა. ის პოლიტიკური პარტიები, რომელიც არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. არა მხოლოდ პარტიები, აქტივისტებიც. ხო, კიდევ ერთხელ, აქტივისტებს ორმაგად უფრო დიდ პატივს ვცემ. აქტივისტების საქმე არის წინააღმდეგობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ქუჩაში დგანან და ამდენი ხანია და ეს სამასი დღე კერასმევა. ხოდემ, ჩემი საქმე არის რომ მათ უთხრა რომ არავის არ მიღალატია. ისევ უთანაგრძნობ მათ ბრძოლას, როგორც უთანაგრძნობდი აქამდე. ისევ თვლი რომ იმ ბრძოლის ნაწილი ვარ, როგორც ვიყავი აქამდე. ისევ თვლი რომ აი ამ გზას, რომელიც ვიღაცა ქილიკით ბრძოლას ეძახის, ვიღაცა არ მოწონს რომ ბრძოლას ეძახი, უნდა ამ გზას და არჩევნებში დღეს ავტოკრატიაში მონაწილეობა ხო ბრძოლა. ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს, ვიღაცა თავის ბრძოლას უფრო მეტად თვლიდეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერს ამას პატივს ვცემ. ოღონდ ეს ბრძოლა, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელთაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, სანამ არსებობს ეს გზა. სანამ არსებობს საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეებს კონდეთ ასარჩევნო ყუთებთან მისვლის აი ესეთი მძიმე, მაგრამ შანსი უნდა გამოიყენოს ეს სამოქალაქო ვალი. და საქართველოს მოქალაქეები ამას აკეთებენ 30 წელია, ძალიან ბევრ სხვადასხვა პირობებში. და ბოლოს მაინც ქართველი ხალხი იმარჯვებდა ყველა ტიპის საღორეზე, რომლის დამკვიდრებაც აქვს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურას უნდოდა. კარგს თუ ცუდს, კარგი მიზნები თუ ავი მიზნები, თქო, ყოველთვის ბოლოს ქართული ხალხი იგებდა. მათ შორის არჩევნებში მისვლით, მათ შორის პროტესტით. არ ყოფილა არასდროს ამ ქვეყანაში აი ეს გზა პოლიტიკური ესეთი მარტივი და არავინ არ არის სულელი ლელოში, რომ თვლიდეს, რომ დღეს, როდესაც ყველაზე მაღალი ამპლიტუდა არის, იმისი, რა ქვია, ავტოკრატიის და აი ამ უბედურებაში ვცხოვრობთ, რომ მარტო არჩევნებით შეიძლება ამის გაკეთება. ოღონდ არჩევნებში შესვლა, ამ ბერკეტის გამოყენება ძალიან ძლიერი ადამიანი, ირაკლი კუპრაძის ნაირი ადამიანი, აი ამას იძლევა, რომ ირაკლი კუპრაძის ნაირი ადამიანი, რომელსაც, რა ვიცი, განსახიერება არის იმისი, რაც კალაძე არ არის და განსახიერება იმისი, რა უნდა იყოს პოლიტიკაში ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კალაძე ამის განსახიერება. ასეთი ადამიანი ამ ქალაქის მერად და ოპოზიციური დედაქალაქის მერია ჩემთვის ნიშნავს, რომ ბევრად ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ეს ხალხი მოვიშოროთ. ოპოზიციური დედაქალაქი ნიშნავს ბევრად უფრო ძლიერ ოპოზიციას. ამას თვლი, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაბაში, ქალაქში და სოფელში წინააღმდეგობაში იყვნენ მათ შორის საკრებულოს სისტემა ადამიანები, რომლებიც არაცდიან მარტივად ცხოვრებას. და ივანიშვილს ეგ უნდა რომ მარტივად ხაპოს ეხლა. წინააღმდეგობაზე მელაპარაკებით ერთ-ერთ რეგიონში საერთოდ თქვენ მერობის კანდიდატმა ოცების სასარგებლოდ მოხსნა. ეგ ეხლა რა ვიცი, მეგონა რომ ქოცების არგუმენტი იყო. შენ მეუბნები მაგას მოხსნა რა, ზეწოლის სვერპლი იყო. სახის არა ვარ ზეწოლის. ნუ ეხლა სახე ნახეთ იმ კაცის, ამ ახალგაზრდა კაცს ვიცნობ ბევრი წელია მე რა. ეგრე ხო არ არის მარტო ხო არ ბნელა ვერ გავიგე. ხო არ შეიძლება რომ ოპოზიციამ გველაპარაკოს ქოცური არგუმენტებით. ქოცები ვით დაიწყოს რომ მოხსნა რა, პირველად ხედავთ კანდიდატურის მოხსნას და ყველა კანდიდატურის მოხსნა პატიოსნად იყო ამ ქვეყანაში. სერიოზულად ვლაპარაკობთ ამაზე? საქართველოს ტრადიცია არსებობს, ეროვნულ უმცირესობებზე საზისხარი ტრადიცია. ეგეთი ზეგავლენის, არა, ერთი წუთი არა. ერთი წუთი რა, ხა როგორ დღეს არა, ერთი წუთი კაცოლებენ ამ დღეს ეხლა ვამბობ, არა, დღეს ეხლა ვამბობ, არა, როგორ ისეთი მებრძოლი უნდა წარადგინოს. ეხლა ნუ აი, ხო გეუბნები, ძალიან არასწორია თქო ეგეთ საუბარი. ძალიან არასწორი ამბავია ეგ. ძალიან რომ მაგას ამბობ, რომ ხო იქნება ეგეთი ფაქტები, რა თქმა უნდა. თუ ვიღაცა ვერ გაუძლებს ზეწოლას. ეს ბიჭი ჩვენ თანამებრძოლია რამოდენიმე წელია. ახალგაზრდა კარგ ბიჭად ვიცნობდი. მაგრამ ვერ გაუძლო რაღაცეებს. ვიღაცამ შეაშინა, არ ვიცი, ვიღაცამ სხვა ვახტა. ეხლა ეს ბიჭი ვეღარასდროს გამართული ვეღარ გავლის, ეგ ხო ძალიან კარგად ესმის. და ხო კარგად ეწყოდა მის ინტერვიუს პროპაგანდაში, როგორ გამოიყურებოდა ეს კაცი. ხო კარგად ეტყობოდა და ეხლა ჩვენ წინააღმდეგ კაცო იმ ფლანგიდან, რომლის ნაწილიც ვართ. ვიღაცა შეიძლება დღეს არ გვეთანხმებოდეს, მაგრამ ამ ფლანგიდან ვიღებდე დარტყმას, ქოცურს პირდაპირ.
რომ თურმე ეხა ჩვენ აი ხა რომ მოხდა და ლელოს რო დაემართა თურმე ეს მოსულა რომ თქვა რომ კაცო რა იმიტომ წავიდა რომ რავი აღარ ჯერა და იქით არის რამდენი ყოფილა ასეთი რამდენი ნაცი ყოფილა ეგეთი ყველა მაგალითად ძნელი ავტოკრატიაში კანდიდატის მოძებნა ადამიანს სულებს ერთ-ერთი წევრი თენგოთევზე რომელიც ამბობდა რომ 13 რეგიონში ორმა პარტიამ საერთოდ მერობის კანდიდატი ვერ წარადგენავდა იქ რის გამოგლეჯვა თენგოთევზაძეს ეცადა და ებრძოლა ჩვენთან ერთად ამარჩევნებში ენახა რომ ავტოკრატიაში ძნელია კომპლექტებენ მერობის კანდიდატი აღარ ლაპარაკობ აი ეგ არგუმენტები ძალიან უშნო ამბავი არ მინდა ეხა არ შევდივარ ამ ხალხთან პოლემიკაში უშნო აი იმის თქმა დღეს რომ ამ კაცმა რომ მოხსნა კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა და ლელოზე ამაზე ქილიკი მოსულა კანდიდატები ქვეყანაში სადაც შიში არის დასადგურებული ყველგან და ადამიანებს ეშინიათ დღეს კანდიდატურის დაყენება იქ თქვა რომ თურმე გამოგლეჯა ვერ მოხდეს ექიდნურად ამაზე ლაპარაკი უბრალოდ დამაზიანებელია ყველაფრისთვის რისთვისაც ვიბრძვით ჩვენ ყველა ერთად აგერ გია ხუხაშვილი სწორ ამას ამბობდა საერთო გვაქვს ხალხო ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით უკანასკნელი ბასტიონები ვართ ვინც ამ ქვეყანაში ჩვენ ყველაზე ვიძახი შენზე ჩემზე და მათზე ევროპაში საერთოდ რა უნდა დაიცვა ასეთი რეჟიმი რომ არის არ გქონდა აზრი არჩევნების მიღებაში და სხვა გზით უნდა წავიდეთ ამას ამბობ სიგიჟია მაგის თქმა რომ თავი დაუხარო არ დაუხარო სხვა გზით წავიდეთ ამას ამბობ არ წავალ სხვა გზით თული რომ აქაც ყველგან უნდა ვებრძოლო საერთოდ შესაძლებობა კი დანაკარგები მექნება კი ძნელია კანდიდატების მოძიება ოღონდ თული რომ ქართული საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკური პარტიებისთვის ყველა ტიპის ბრძოლა. ბოდიში მაგრამ ეხა წყობიდან გამოყვანის პირას მიყვანა არის იმის მცდელობა მართლა, იმის ძახილი ქოცივით, რომ ეხა იმან კანდიდატურა მოხსნა კაცო, ხო რა, ლელოს ბრალია ეგ. ლელოს ბრალია ქვეყანაში სადაც კგბ მართავს, კგბ მართავს ამ პროცესში რომ შევიდა ამაზე არის საუბარი. კარგი რამე რა. ამ პროცესში რომ შეყვა ხელისუფლება. აი ეგ რაღაცა იგავარებული საუბარი. ეგ იგავარებული საუბარი. არასერიოზულია. ეგეთია ეს ქვეყანა დღეს და ჩვენი ვალია რომ ეგეთ ქვეყანაში ამ პროცესშიც ვიბრძოლოთ თქო. ეგ არის ჩვენი დამოკიდებულება და თუ შეხედე მე გეუბნები რომ იმ პოზიციას შედეგს რას მიიღებ? შედეგს მივიღებ იმას, რომ ამ ველზე ვიბრძოლებ. შედეგს მივიღებ იმას. ხო და ვიტყვი ამ ბრძოლის შედეგი ბევრი რამე იქნება ძალიან. ამ ბრძოლის შედეგი იქნება ის რომ ბევრ წერტილში და ბევრ ადგილში ბევრი აქტიური ადამიანი შევა საკრებულოებში და იბრძოლებს რეჟიმის წინააღმდეგ იქაც. აი ამ შედეგს მივიღებ. ამ შედეგს შეიძლება მივიღოთ ის რომ ირაკლი კუპრაძის ნაირი თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსი, მებრძოლი ჩვენი წიაღიდან, პროტესტის წიაღიდან წამოსული ადამიანი გახდეს ამ ქალაქის მერი. არის ამის შანსი თუ ყველა მივა არჩევნებზე. მე კიდე იმას ჩავთვლი მოგებათ რომ ბევრი ადამიანი, რომელთანაც ჩვენ გზავნილი მიგვაქვს, რამოდენიმე 1000 ჩვენი მომხრე აქტივისტი, მაჟორიტარობის კანდიდატი, სიის წევრი დადის დღეს თელ ქვეყანაში და ელაპარაკება იმაზე რომ ეს არ არის ნორმალური რაში ცხოვრობენ, რომ ეს ქვეყანა შეიძლება იყოს უკეთესი. უნდა იყოს ევროპული, რომ ეს ქვეყანა დღეს იძირება ძალიან საზიზღარ ჭაობში. და ამაზე ბევრად უფრო მეტად ადამიანს ველაპარაკებით, ვიდრე კამპანიის გარეთ ვიქნებოდი და დაველაპარაკებოდი. ეს გზა გონია სწორედ ამ ხალხის მოსულაც და ჩართვაც აქტიურ წინააღმდეგობაში ჩვენთვის აგრეთვე გამარჯვება იქნება. აი ეს შედეგებია მერაბ. შეიძლება შენ ეს არ მოგწონდეს და არ თვლიდე რო ეგრეა. არ მომწონს არ არის კითხვებს გისვა. არა ხო, ჩვენ ეგრე ვთვლით. შენ შეიძლება ამის არ გჯეროდეს. ოღონდ ამას ხო ყველაფერს გვაჩვენებს მომავალი და კიდევ ერთხელ გეუბნები, სხვადასხვა ტიპის პასუხისგებლობა გაქვს ჩვენ პარტიებს და იმათ აქტივისტებს. აქტივისტები აკეთებენ პირნათლად თავის ვალს ასრულებენ, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვალი გვაქვს რომ ამ ველზეც ვიბრძოლოთ. იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც 700,000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, სადაც 100,000 ადამიანი შიმშილობს, 800,000 პენსიონერს არ აქვს მედიკამენტების, პირველადი მედიკამენტების საშუალება, ქვეყანა რომელიც სულს ღაფავს ამ თვალსაზრისით და დიდრდება მარტო 1% აი ამ რაღაცა კრონი კაპიტალიზმის, ამ ქვეყანაში არჩევნების ანამარსებობს და ღმერთ დარწმუნებული ვარ იმაში და ღმერთმა არ ქნას სხვანაირად იყოს, ყველა ჯერზე უნდა ვიბრძოლოთ თქო და გავიგე ხო ვიღაცას ამბობ, დარჩა 12 დღე არჩევნებამდე და არჩევნები არსებობს თქვენ ამბობთ. აქ დამთავრდა ეგზისტენციალიზმზე ლაპარაკი ამ არჩევნების. უნდა დავასრულოთ ეს და უნდა თქვათ რომ ადამიანები წავიდნენ 4 ოქტომბერს და მოიხადონ თავის სამოქალაქო ვალი საარჩევნო ყუთთან და მერე წავიდნენ და იყვნენ ჩართული ისევ აქტიურ პროტესტში 300 მერამდენე დღეც იქნება და გავაგრძელოთ ეს ამბავი სანამ არ შევცვლით ხელისუფლებას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ თქვა რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ არსებობს. თქვენ დღეს ვეუბნებით რომ არჩევნები არსებობს, ანუ მათგან განსხვავებით ფიქრობ რომ ქვეყანაში არჩევნები არსებობს. მე დღეს გეუბნები რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არჩევნები არსებობს. ანუ ეს არჩევნები სანამ რუსეთის დროშა არ ფრიალებს საქართველოს თავზე, ეს არჩევნები არც სამართლიანი არ იქნება, არც კონკურენტული არ იქნება, უმძიმესი იქნება, მაგრამ მაინც ვიბრძოლებ. ვიღაცა ტალახს მესვრის ამ არჩევნების ბოლოს და მეტყვის რომ აი ხო გეუბნებოდი როგორც ეხმებოდა, აი გაგექცათ ვიღაცები, აი ამ საშინელებას რო აკეთებ და გონია რომ სწორად იქცევა ყველა, ეხლა ვინც ამას აკეთებს
აკეთებს. რომ გონია ნიშნით მოგების ამაზე ლაპარაკი ხა. სწორია, ხო მე კიდე უარეს ტალახს მესვრის მესროლოს, ოღონდ დღესაც მგონია და რავი დრონ ვანახებს ამ ყველაფერს. დღესაც მგონია რომ სწორი ამბავია. სწორი ამბავია უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველა შანსი გამოიყენე მასთან წინააღმდეგობაში. არსად ფარხმალი არ დავყაროთ. და ჩვენი საქმე ეს არის თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, კაცო, პოლიტიკა ეს არის, პოლიტიკოსები ვაკეთებთ პოლიტიკას. პოლიტიკური პარტიის საქმე არის პოლიტიკური პროცესი. წინააღმდეგობასთან ერთად მათ შორის პოლიტიკური პროცესი. როგორი მახინჯიც არ უნდა იყოს ის დღეს. ეს ჩვენი საქმეა. 4 ოქტომბერს ასაპირებთ. არჩევნებზე წახვალთ გასაგებია, საღამოს მიდიხართ აქციაზე. ირაკლი გუბრაძე ამბობდა რომ დილით არჩევნებზე წადით საღამოს აქციაზე. ცალსახად შეხედეთ. კი, და არ გამორიცხავს ახლა იქიდან რაღაცა ჩამკეტები შექმნა კიდე რამოდენიმე პოლიტიკოსმა და რამოდენიმე ადამიანმა რომელიც დარწმუნებული ვარ რომ თლად ბოლომდე სურათს ვერ აღიქვას და რაღაც ჩამკეტები შექმნა უნდა და დამატებითი კონფლიქტის შემოტანა და არ არის ეგრე მეგობრებო არ მოდის წინააღმდეგობაში წახვიდეთ საარჩევნო ყუთთან და მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი ერთი და მერე წახვიდეთ და ჩაერთოთ იმ წინააღმდეგობაში მე ესე ვიზამ ოღონდ მე წავალ იქ როგორც ერთი რიგით არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და საღამოს ამხობენ რევოლუციით ამხელისუფლებას ეს როგორ გამოდისო ასეთი კითხვა დაგიტოვეს კიდე. არა, ხო და მანდ მიდიო. ოპონენტებმა. არ ვიცი, ვინ დამიტოვა მაგას, მაგრამ რა პრობლემა არ მაქვს თენგოს მაგაზე პასუხი გავუცე, შეხედეთ. ხო, ანუ დილით თენგო თევზაძეზე საუბრობთ. გუშინ მითხრეთ რომ დილით მიდიანო. არჩევნებზე და საღამოს რევოლუციას აწყობენ. თენგოს რა პატივცემ მეგობარია და აი მოპასუხებ ესე. შეხედე რევოლუციაზე შეიძლება ბევრად მეტი დამხობის სცენარზე შინაარზე იქცოდეს თენგო მე არ ვიცი ეს შეხედე მე არავის არ ჩაუყენები ვარ ამ საქმის კურსში ამ დეტალების ჩვენ ლელო ძლიერ საქართველოს არა ვართ აი რასაც ეგრე მშვიდობიან რევოლუციას ეძახიან მაგის თანამონაწილეები არა ვართ მე რა ანუ იმ თვალსაზრისით რომ არა ვართ ორგანიზატორები ჩვენ არ ვიცით არავის არ უთხრა არც თენგოს არც სხვას არავის ჩემთვის არ უთხრას არ უთქვა ზუსტი სცენარი იქ რა მოხდება შესაბამისად ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ ოღონდ კი მივალთ იქ როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და ყველას ვეუბნები რომ ყველა უნდა მივიდეს როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები და იგი დავდგეთ და ვიყოთ ამ წინააღმდეგობის ნაწილი. იმას კი არ ვამბობ დამხობის სცენარის ნაწილი ვიყოთ. არ ვიცი თქო ეგ სცენარი, არ ვიცი რისგან შედგება. შესაბამისად არავითარი ის არ მაქვს. ვერც ვიტყვი რომ უთანაგრძნო ბოლომდე, იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდება. ოღონდ აქციაში რო იყოს ჩართული ადამიანი, რა თქმა უნდა მგონია რომ არა კიდევ ერთხელ გიმეორებ, არავინ არ არის მეთქა ქსულელი, რომ ჯეროდეს რომ მარტო არჩევნები შეცვლის რაღაცას მით უმეტეს თვითმმართველობის. არა არჩევნები წინააღმდეგობა რუსთაველზე, წინააღმდეგობა სოფლებში და ქალაქებში, სუსის და აი ამ საშინელების მოშორება, ადამიანების შიშის სისტემის ჩამოშლა. ეს არის ჯამში ყველაფერი ერთად რეცეპტი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს ერთხელ და სამუდამოდ. ხვდები რას ვამბობ? ამიტომ კი, ხო, ვიმაცა შეიძლება არალოგიკურია და რამე ვთქვი ახლა არალოგიკური, მე ყველა ადამიანს მოუწოდებ და მეც რიგით მოქალაქე იქ მივალ, ოღონდ არ ვიცი რა მოხდება იქ. მოღონდ როგორც ვიყავი 5 წლის მანძილზე ყველა სახალხო პროტესტში ისე ვიქნები. ვერც ვერავინ ვერ დაგვიშლის, ვერც ვერავინ ვერ იმას იზამს, რა ქვია. გაუწევს ამას წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ჩვენ შექმნის დღიდან ლელო ძლიერი საქართველოს ყველა პოლიტიკურ პროცესში, ყველა წინააღმდეგობაში ვიყავით ჩართული, იმისთვის შეიქმნა რომ ეს რეჟიმი მოშორდეს ამ ქვეყანას და რუსები მოშორდნენ ეს პარტია შეიქმნა გავრილოვის ღამის მერე და რუსები რომ მოშორდნენ აკაურობას მაგისთვის შეიქმნა თავის დროზე. ამიტომ ყოველთვის ამის თანამონაწილე ვიქნებით. მე რა ყველა ფორმით ამ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ამ ქვეყნის მოქალაქეებს 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი დღე აუცილებლად საარჩევნო ყუთთან დავაფიქსიროთ ჩვენი სამოქალაქო ვალი და მე აქციაში ჩავერთოთ წინააღმდეგობა გავაგრძელოთ. გასაგებია, მადლობა დიდი. თაზა დათუნაშვილი იყო ჩვენ სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ჩვენ შემდეგი სტუმარი იქნება, როგორც გითხარით, გედევან ფოფხაძე, კოალიციას ცვლილებების წევრი და მასთან ერთად გავაგრძელეთ უნებრივია ამ თემებზე საუბარს, მისი პარტია, როგორც იცით, და კოალიცია არ მონაწილეობს არჩევნებში, ანუ ორი პარტია მონაწილეობს ორი არ მონაწილეობს და შესაბამისად მოვისმინეთ ახლა იმ პარტიის მოსაზრება, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ახლა მოგასმინეთ იმ პარტიის, რომელიც არ მონაწილეობს, მივესალმები გედევან ფოფხაძეს გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, არ ვიცი უსმენთ თუ არა თაზოს, მაგრამ ნუ მათი ასე თქვათ, ხო, მთავარი მესიჯი არის ის, რომ ბრძოლა არის ესეც და ყველგან უნდა იყოს ბრძოლა და ამიტომ რატო გვიპირისპირდებით, ხო, ახლა ერთმანეთს ეს არ გამორიცხავს, იქაც ვიბრძოლოთ, ქუჩაშიც ვიბრძოლოთ, დილით არჩევნებზე წავიდეთ, საღამოს აქციაზე მივალთ და ნუ ასე შემდეგ. რა ვიცი, ახლა არის პოზიცია, რომელიც ამ შემთხვევაში აგრეთვე არ არის ლოგიკას მოკლებული, პირიქით არჩევნების მხარდასაჭერი პოზიციის ლოგიკაში უფრო ეჭვმეპარება ვიდრე იმაში, რომ რატო არ უნდა მივიდე მე არჩევნებზე და არავის არ მივცე ხმა ძალიან ბევრი თვითმმართველობის არჩევნებში მე მიღია მონაწილეობა ჩემ მშობლიურ რაიონში და ვიცი თვითმმართველობის არჩევნები რა სპეციფიკით ხასიათდება და
არაზუსტ არ მქონია მაგის შიში და პრობლემა რომ დავჯახებოდი ასე ვთქვათ ბნელ ძალას რომელსაც გაყალბება უნდა რომელიც მიდის გაყალბებაზე რომელიც ძალადობს მაგრამ ახლა არის რაღაცა მომენტები როდესაც თანხმდებით იმაზე რომ რეჟიმი არჩევნებს იყენებს როგორც თავისი გამართლების და დემოკრატიულობის გასაღების შესაძლებლობას. ახლა როცა შენ ფასადურად გინდა ვიღაცას დაანახო რომ მე ვარ დემოკრატია და იმას აჩვენებ რომ მე არჩევნები მაქვს და აგერ ხო ხედავ საარჩევნო დემოკრატიის პრინციპზე მიდის ბრძოლა კანდიდატები ვყავს ვიღაცები ერთმანეთს უპირისპირდებიან კამათები. ხა და რეალობა არის ის რომ არანაირი არჩევნები ქვეყანაში არ ტარდება. არც კომისია, არც წინასაარჩევნო გარემო, არც პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაციას არ ქმნის. საუბრობთ იმაზე, რომ ამდენი პოლიტპატიმარი ყავს ქვეყანაში და ამ პირობებში როგორ შეიძლება დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ესე იგი, ჩვენ გავიკოჭეს ხელები, მსაჯი არის მათ მხარეს და მაინც გავდივართ ბრძოლის. მაგაზე გეტყვი რომ 2024-ის ხო ეგრე იყო და მაშინ რატო გახვედით? 2024-ში ჩვენ არ ვიყავით მაგაზე შეთანხმებული. თან ის იყო საპარლამენტო არჩევნები. აი მაგ ლოგიკაც არის. ახლა თუ პარტია საპარლამენტო არჩევნების მერე შედის და იღებს მანდატებს და ამბობს რომ მე აი ამ ფორმით ვცდილობ დემოკრატია ქვეყანაში შევინარჩუნო, კი ის კი აყალბებს ამას, მაგრამ მე მაინც შევალ, დავფიქსირდები და ჩემი მანდატებით შევცდები დემოკრატია დავიცვა. თუ ამ პრინციპით მიდიხარ, მაშინ ლოგიკა არის იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თუ შენ ამბობ რომ გაყალბებულ არჩევნებში მე აღარ ვინდა ვიყო პარლამენტში, შენ იცი რომ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბდება. იმიტომ არაფერი არ შეცვლილა, არანაირი გარემო არ გაუმჯობესებულა, პირიქით პოლიტიკური ლიდერები დაიჭირეს, ხო? ახლა რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯები რომ ყოფილიყო ხა 21 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის პრინციპი მაინც ჩაიდო რომ მოდი ვადამდელ არჩევნებს მოგცემთ თუ თქვენ აიღებთ 43%-ზე მეც ხო თუ ჩვენ ვერ ავიღებთ და ნუ რაღაცა ლოგიკა იყო მაგაში ეხლა შენ ყავს პოლიტპატიმრები და გაყალბებული პარლამენტი რა ლოგიკა არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც ბრძოლა რეალურად არ არის, არის ცალკარა, არის ძალადობა, არის აბსოლუტურად გამზადებული გაყალბების სისტემა, ნახეს ყველაფერი 24-ში და ეხლა კიდევ ერთხელ გინდა ეს ყველაფერი გაიარო. ხო, ახლა მე არ ვიცი, ადამიანი რომელიც სადღაც რომელიც უბანში შედის და იმას აფრთხილებენ, რომ იქო არ შეხვიდე გაგლახავენო და მაინც რომ შედის და მე რო ცემენ, მე ეხლა ვიქტიმური მომენტიც არის ამ სიტუაციაში. თან ერთხელ შეხვედი იმ უბანში, გაგლახეს, გამოხვედი გალახული და ეგებ ეხლა აღარ გამლახონ, ხო? აი ლოგიკას მე მაგაში ვერ ვხედავ. ჩვენ ამ ვითარებაში უნდა შევთანხმებულიყავით საერთო სტრატეგიაზე. ან ვაფასებთ ამ რეჟიმს, როგორც კოლაბორაციონისტულს, როგორც მოღალატეს, როგორც რუსულს და მის ქმედებებს ვატოლებთ რეჟიმთან, რომელიც არღვევს სისტემურად ადამიანის უფლებებს, იჭერს ხალხს იჭერს უკანონოდ ახლა აი ამ ფონზე ხა მე სასამართლოში მივიდე ბიძინა ივანიშვილს უწოდო რუსეთის სახური სატელიტი ამ მთავრობას კოლაბორაციონისტული და მე მაინც მივიღო არჩევნებში მონაწილეობა მე მგონია აი ეს ლოგიკაში ძალიან აცდენილია ხა ვინაიდან ჩვენ მაინც უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ოპოზიციური პოლიტიკური დებატები არ უნდა იქცეს ხალხისთვის თავარ პოლიტიკური დღესდღეობით ახლა ჩვენ ხო ხედავთ რომ ხელისუფლება არანაირ დებატებზე არ მოდის არაფერზე არ გვეკამათება ის არის ცალკე სივრცეში და გვეუბნება ერთმანეთი დაჭამეთ და დაჯექით ერთმანეთს ეკამათეთ მე მაგიტომ გონია რომ ჩვენი პოზიცია გვაქვს არავისთან დებატებში მე არ შევდივარ ვიცი რომ საარჩევნო უბანზე შესულა ჩემი მხრიდან არჩევნების დღეს იქნება უბრალოდ იმისი დადასტურება რომ მე ამათ ფასადურ დემოკრატიას ვეხმარები და აი ამ სიცრუეს რასაც ივანიშვილი ცდილობს რომ ჩვენ შემოვხტენოს და საზოგადოებასაც შეტენოს რომ ის ვითომ მაინც ინარჩუნებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დემოკრატიულ მართვის ფორმებს და საარჩევნო დემოკრატიას აი ამ ყველაფერში თანამონაწილეობა მე არ მინდა მე მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ქვეყანაში არის რეჟიმი და ვიმოქმედოთ ამისი ადეკვატურად კი ბატონო კარგი რა არის ამის ადეკვატური მოქმედება შევთანხმდეთ რა არ არის ხო? ნუ ჩემი პოზიცია რა არ არის ნათელია ხო? მათ სხვა პოზიცია აქვს გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ იმათ აქვს კიდევ თქვენ ასე შეკითხვა რომ თუ არჩევნებს უარყოფ ყველაფერს უარყოფ მაშინ მიდიხარ რაღაც რევოლუციის გზით ხო მაგრამ ამის ძალა სადა გაქვს სადა არის რევოლუცია და ასე შემდეგ ანუ რა საპირე არგუმენტი რომ ძალა არა გვაქვს თქვენი ასე ვთქვათ ნაბიჯი რა არის 4 ოქტომბრის მერე ან 4 ოქტომბერს არგუმენტი რომ ძალა არა გვაქვს უსაფუძვლოა, იმიტომ რომ თვითმმართველობაში მონაწილეობის ძალაც არ ქონდა
არავის არჩევნები როცა არ ტარდება და შენ რეალურად არ ეგაქვს შესაძლებლობა რომ თუ ერთად გახვიდოდით თბილისში შეგეძლოთ მოგება მაგალითად ეს არის თავის მოტყუება ხალხი არ გამოყვება მაგაში იმიტომ რომ შენ კარგავ ძალიან დიდ რაოდენობას ამორჩევლის ავტომატურად ახლა არჩევნები არ არის ესეთი ფორმალური მათემატიკა ესე იგი შენ რომ აიღო 4 პარტიის შედეგები ავტომატურად შეკრიბოდა თქვა რომ ახლა ამ არჩევნებს ამდენი ავიღეთ ერთად ამდენს ავიღებთ ეს ასე არ არის იმიტომ რომ ყველა ეს 4 სუბიექტი თავის რაღაცა სეგმენტზე მუშაობდა ამომრჩეველთან რა. ახლა ის ვისაც მოწონს გახარია, არ არის ფაქტი, რომ საერთო კოალიციურ რეჟიმში მოვა და ისევ შენ მოგცემს ხმას და არ წავა და არ მიცემს ოცნებას ხმას. მასეთი ზუსტი მეცნიერება ისე ვქო არჩევნები არ არის და მათემატიკურად არჩევნებს არ უნდა შეხედო. ჩვენ რო ვთქვით, რომ პარლამენტში არ შევდივართ, იმიტომ რომ პარლამენტის არჩევნები არის გაყალბებული და ეს არის რეჟიმი, ჩვენ ავტომატურად რაღაცა დონეზე იდეოლოგიურად უკვე შევქმნით იმისი წინაპირობები, რომ არჩევნები როგორც საშუალება ხელისუფლების შეცვლის დავაყენეთ კითხვის ნიშნის ქვემოთ და ვამბობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ბოიკოტი იყო ამისი წინაპირობა, რომ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს მხოლოდ არჩევნები იმის მერე, რაც შეიცვლება არჩევნებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება, საარჩევნო ადმინისტრაციები არ იქნება სუსის მიერ ფორმირებული. ამას როგორ აღწევთ? ამას კითხულობენ, რას აკეთებთ? თქვენი გზა რა არის? მათი გზა გასაგებია თქვენ. მე მიმაჩნია, რომ ამისი ერთადერთი საშუალება არის სახალხო პროტესტი. აი ამ თემაზეც არის განსხვავებული მოსაზრებები, იმიტომ რომ აქაც არ არის ერთგვაროვანი პოზიცია რა. სახალხო პროტესტი შეიძლება იყოს ცნობილი ფაქტია, რომ ოპოზიციაში არაფერზე არ არის ერთგვაროვანი პოზიცია. იმიტომ რომ ოპოზიციაში დემოკრატია. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დემოკრატია გადადის მე ერთხელ ვახსენე, ხო, ცნობილი ადნაშდილებეთ რა. ხო, მესმის, მაგრამ მე ბალანსი ჩვენ ახლა ვართ ორი ადამიანი, რომელიც რაღაცას მსჯელობ, ხო? მონოლითი ხელისუფლების სახით, რომელიც დიქტატურა ვერტიკალურად იღებს გადაწყვეტილებას, აქეთ ხარ ეს არის ოპოზიცია, რომელიც ცალ-ცალკე დადის, ერთხელ მოახერხეს ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ბოიკოტთან დაკავშირებით. ეხლა ყველა ამ შემთხვევაში მოდი შესაბამისად ეს ეხლა კარგია თუ ცუდი ამ ბრძოლაში რა რომელშიც თქვენ შესული ხართ არა ერთიანობა ფაქტორი არის და ახლა მაგ ფაქტორის იგნორირება და თვითონ შეფერმ დაყენება არაგების მაგრამ ერთიანობა უნდა შედგეს საპროტესტო განწყობის მქონე საზოგადოების ირგვლივ და არა პოლიტიკურ სპექტრთან რა ახლა ის რომ პარტიები რაღაცაზე ვერ მოილაპარაკებენ და რომელიღაცა პარტია გვერდზე გაიწევა ეს არაფერს არ ცვლის რა თავარი არის სახალხო კონსენსუსი მოხდეს აი სახალხო კონსენსუსი ჩვენ შეიძლება ერთი შევთავაზოთ იმათმა სხვა რაღაცა მოითხოვოს ჩვენგან და ჩვენ იმათ დავყვეთ და მათი დღის წესრიგით დავიწყოთ ცხოვრება ესე იგი ის რომ ჩვენ ხანგრძლივი სახალხო პროტესტი ვერ ვაქციოთ თეორიულად სახალხო მოთხოვნის ფორმატ და იძულებული გავხდეთ რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლის დღის იდეას დაუჭიროთ ხარი ეს მე მიმაჩნია პოლიტიკური პროცესის ჩვეულებრივ ნაწილად რა ის რომ აქ არ იქნება ერთიანი პოზიცია მაგრამ იქნება საბოლოო ჯამში ერთიანი მოქმედება ეს არის მთავარი იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სახალხო მოთხოვნის გარშემო აი ხალხმა შეიძლება გითხრას რომ არ დავიღლებით და მართლა მესამე დღეა დღეს პროტესტის ხო რუსთაველი 300 დღე იკეტება და არიან ადამიანები რომლებიც ყოველ საღამოს გამოდიან და დგანან რუსთაველზე შეიძლება სიმრავლე ამ ადამიანების შეიცვალოს მაგრამ ასეთი უწყვეტი სახალხო პროტესტი საქართველოში არ ყოფილა ხელისუფლებისთვის ეს პრობლემაა რაღაცა პრობლემა არის შეიძლება ვიღაცამ თქვას არა მიეჩვია ხელისუფლება ამას მაგრამ დიქტატურა ქვეყანაში სადაც 300 დღიანი უწყვეტი პროტესტია სახალხო საჯარო ვერ მყარდება ამათ არ უნდათ ეს კობახიძე იძახდა რაღაცა პერიოდის მერე აღარ იქნება ეს პროტესტი აღარ გადაიკეტება ქუჩა ეხლა იძახიან 8 ოქტომბრის მერე აღარ იქნება არაფერი მაგას არ გამოვრიცხავ გააჩინა 4 ოქტომბერს ამოხდა 4 ოქტომბერს თქვენ უჭერთ ხარს 4 ოქტომბერს კოალიცია ცვლილებისთვის არ არის ორგანიზატორი და ასე თქვა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმაზე როგორ წავა პროცესი ესე იგი სცენარს ჩვენ არ ვწერთ თუმცა მე მეჩნია რომ სცენარს ორგანიზატორებიც ვერ დაწერენ ბოლომდე რა იმიტომ მათ მოუწოთ იმ რეალობის მიღება რა რეალობითაც ჩვენ მივალთ 4 ოქტომბრამდე 3 ოქტომბრის ჩათვლით მე მიმაჩნია რომ სცენარზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მართლ დანაშაულებრივ რეჟიმსაც თუ მას თვითშენარჩუნების ინსტინქტი აქვს და გონიერების და ადეკვატურების ელემენტები გააჩნია მას შეუძლია 3 ოქტომბრის ჩათვლით
ჩაატაროს ბრიფინგი ბატონმა ივანიშვილმა და თქვას, რომ კეთილი, მე ქართული ხალხის ნებას ვითვალისწინებ და უშვებ ყველა პოლიტპატიმარს ნიშნავ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებს მე აღარ ჩავატარებ, ამ არჩევნებს ჩაატარებს ვიღაცა სხვა. გადმოგაბაროთ ხელისუფლება. არა, არჩევნები დანიშნოს. ხო, მაგრამ ხა თვითონ თუ არ ჩაატარებს, ეგ მაშინ ვერ მოიგებს, ხო? განებება გამოდის. ხო, გასაგებია, მაგრამ ეს არის გონიერების ეგ არ მოხდება, ხო? მე რა ხდება? თუ 3 ოქტომბრამდე ეს მოხდება, ეს იქნება სწორი მერაბ. ეს იქნება კარგი ივანიშვილის მხრიდან, არა, მოდი სასურველ სცენარზე ვილაპარაკოთ, ხო? ეს იქნება ადეკვატური სწორი სცენარი ქვეყნის ისტორიული განვითარებისთვის. თუ ეს არ ხდება და 4 ოქტომბერს ქართული ხალხი დგება იმ რეალობის წინაშე, რომ იქით რჩება ყრუ კედელი ივანიშვილის და მისი აი ამ ვერცხლის მოყვარულთა კლუბის სახით, გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში იქ აი ამ კედელთან მივა ძალიან ბევრი გაბრაზებული, მოტყუებული, გაწმილებული, შეურაცხყოფილი ქართველი ადამიანი. ალბათ მე და შენც ვიქნებით ამ ადამიანების რიცხვში. და ეს ადამიანები იქნება ძალიან ბევრი. მე არ ვამბობ, რომ იქ პოლიტიკურ სცენარს ჩვენ გვქნით, მაგრამ იქ უკვე მისული ხალხი როგორ წარმართავს პროცესს, ორგანიზატორებზე ყველაფერი აღარ იქნება დამოკიდებული. თუ ორგანიზატორები ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა სცენარს თავაზობენ ისინი, შეთავაზებენ ხალხისთვის მისაღებ სცენარს, ამას მოყვება ტაში, ხელის აწევა და შესაბამისი აქტიურობა. თუ არ იქნება შეთავაზებული შესაბამისი სცენარი, მე არ გამოვრიცხავ, რომ ხალხმა იქ ეს სცენარი თვითონ დაწეროს. მათი 4 ოქტომბერს ამბავი და თქვენი დამოკიდებულება გასაგებია, შორიდან აკვირდებით როგორც მივხვდი და მე მიხვალთ იქ. არა, მე შორიდან არ მოვკვირდები, მე დადგებით. მე ორგანიზატორი არა ვარ, თორემ მე ვიქნები და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ყველაფერში მე. კარგი, იმათ შესთავაზეს რაღაც გეგმა. ხო, აგერ მაგალითად ლელო და გახარიამ შესთავაზეს, რომ ბრძოლის გზა არის არჩევნები. სწორი, არასწორი გზა, ერთ რაღაც გზა შესთავაზეს. იმ ხალხმა შესთავაზა, რომ ბრძოლის გზა არის რევოლუცია. 4 ოქტომბერია. თქვენ რას გვთავაზობთ? თქვენ რას გვთავაზობთ? კარგი, იმის არ გზა არ მოგწონთ, ამის გზაც არ მოგწონთ და თქვენ რას გვთავაზობთ? მე არ ვამბობ, რომ ეს გზა არ მომწონს. გადამწყვეტი ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მე ხშირად მისაუბრია და იდეის დონეზე ეს არის აბსოლუტურად მისაღები. უბრალოდ ასეთი იდეას ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო ნაწილი ახლავს, რომელზეც მე ვერაფერს ვერ გეუბნები, გესმის? მე რომ ზუსტად ვიცოდე საორგანიზაციო ნაწილი იმ ფორმით არის გადაწყვეტილი, როგორც მე გონია რომ უნდა გადაწდეს, მე პირდაპირ გეტყოდი რომ მე ამას ხარს ვუჭერ. რა ვინაიდან მე ეს არ ვიცი, მე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებ ამ ნაწილზე. მაგრამ თქვენი პარტია რას გვთავაზობს, ანუ ხალხს რას თავაზობს? ხალხთან ერთად ყოფნას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ყველა ბრძოლის ხაზზე, ჩვენ არ განვიხილავთ 4 ოქტომბერს ერთადერთ დღედ გესტ, ხო? როგორც ისინი თავაზობენ რაღაცას, რომელიც გამართლეს, ან არ გამართლეს, არა. თქვენ რაიმე გეგმა გაქვთ, გეზი გაქვთ, სტრატეგია გაქვთ. ჩვენ სტრატეგია გაქვთ, მხოლოდ ამბობთ, რომ მოდი დავაკვირდეთ პროცესს და რაღაცა მოხდება. არა, დაკვირვებაზე არა საუბარი, ახლა ჩვენ ვიქნებით და დამკვირვებლების როლში არ ვიქნებით. არა, მე ყოფნას არ გულისხმობ. არა, უბრალოდ ინიციატივა. მე ამ შემთხვევაში ვითვალისწინებ იმასაც, რომ 4 ოქტომბერი შეიძლება არ იქცეს ერთადერთ დღედ გამარჯვების. ხო, ამის დიდი შანსი არის. ამის თეორიულად არ დაშვება, პოლიტიკურად არ არის სწორი. თუმცა მე პერსონალურად საუბრობ იმაზეც, რომ და ახლა ამ შემთხვევაში შეიძლება პარტიაში არ იყოს ჩემი პოზიცია ბოლომდე გაზიარებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიმეორებ თავისუფალი ხალხი ვართ, დემოკრატია გვაქვს და ერთმანეთში ვკამათობ და ვსაუბრობ და 4-მდე კიდე შეიძლება რაღაცებზე ჩამოვყალიბდეთ. თუმცა ჩვენი პარტიის ყველა ლიდერი ციხეშია და ძალიან რთულია მათთან ერთად პოზიციების შეჯერება. აი მართლა რთულია, მაგრამ იმიტომ რომ მე ნიკასთან არ მილაპარაკია ბოლო ამ პერიოდის მანძილზე გვარამიასთან და აი წერილებით კომუნიკაცია მართლა არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანს შენი არგუმენტები ისე აუხსნა, როგორც საჭიროა და ისიც უსტარით გველაპარაკება, ჩვენ საკიდან რაღაცებს წერს და პოზიცია შეიძლება ხვალ კიდე დააზუსტოს ნიკამ, ზეგ დააზუსტოს, ის თან დემოკრატიის მასაც იცავს და თუ პარტია რაღაცაზე მის პოზიციას არ ეთანხმება, ხო? ან რაღაც ჩამოყალიბებული პოზიცია არ გაქვთ. მე გეტყვი, მე რა პოზიცია მაქვს. თუ ჩვენ 4 ოქტომბერს მივალთ იმ აზრით, რომ ესე ჩვენი ლოზუნგი იქნება ან გამარჯვება, ან სიკვდილი და ამ ლოზუნგს შევინარჩუნებთ მთელი დღის მანძილზე, დღის ბოლოს რეჟიმი შეიცვლება. აი მაშინ ვარ დაწუნებული. გასაგებია.
მადლობა განაცემაში სტუმრობისთვის. გედევან ფოფხაძე იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი. ჩვენ გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ პოლიტიკური ექსპერტები გიორგი რუხაძე, ირაკლი მელაშვილი შემოგვიერთებიან და მათ ერთად გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ჩვენი შემდეგი სტუმრები იქნებიან გიორგი რუხაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის დღეს გადაცემის წინა სტუმრებთან პოლიტიკოსებთან ვისაუბრე ამ თემაზე მყავდა ლელოს წარმომადგენელი რომლებიც ამბობენ რომ გზა არის არჩევნები სწორი გზა და პროტესტიც ამავე დროს და არიან სხვა პარტიის წარმომადგენლები რომლებიც ამბობენ რომ არჩევნებში მონაწილეობა არის რეჟიმის ასე ვთქვათ გაправება მათ წისქვილზე წყლის დასხმა და ერთ-ერთი გზა არის ქუჩა რევოლუცია უბრალოდ იქაც იყოფა აზრი ზოგი ფიქრობს 4-ში უნდა მოხდეს რევოლუცია ზოგი ფიქრობს უბრალოდ პროტესტი უნდა გაგრძელდეს რატო ირაკლი თავარი კითხვა არის ესე არჩევნები თუ რევოლუცია რატო ირაკლი თქვენგან დავიწყებთ რა ფიქრობთ არჩევნებზე მოდი აქედან დავიწყინოთ მაგრამ ამ კითხვის თავისთავად არც მეთანხმები არჩევნებზე წასვლა რატო ეწინააღმდეგება 4-ში ქუჩაში გამოსვლას ნამდვილად ვერავინ ვერ ამიხსნა ეს არის მე გეტყვი ლელო რასამოს მანამ ლელო დროზე უნდა ეთქვა ეგ რო აქამდე არ მისულიყო საქმე ბევრი რაღაცაები ძალიან გვიან თქვეს მათ არჩევნებზე ის რაც ათქმელი მე ერთ რაღაცას ვამბობ ჩება შაბეჭლება რომ უბრალოდ აი ეს ბულინგი რომელიც ახლა ლელოზე მიდის გახარიას პარტიაზე წმინდა პარტიულ მიზნებს ემსახურება ამოწანა არის რატომაც გონიათ ასე ნატილ პარტიებს ზირთად ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ თუ კი ახლა ესე ვთქვათ არა ნაცურ ოპოზიციას აი ამ სიტუაციაში გაანადგურებენ და აკარგინებენ მოსახლეობის მხარდაჭერას ამითი აღდგება იძველი სიტუაცია რომ ესაც ნაცი და კოცი იყო ერთმანეთის პირისპირ მარტო ვინაიდან კოცი მართლა ძალიან დისკრედიტირებულია შიგნით ადრე თუ გვიან მას მოუწევს წასვლა თუ ეს ორი ძალა იქნა მაშინ თვითონ მოხდეს მე რჩება ეგეთი დაბეჭდილება იმიტომ რომ იმდენად ალოგიკური არის ეს დაპირისპირება რა საჩენ დასკვირა კითხვა რომ არჩევნებზე უნდა წავიდო 4-ში თუ აქცეს უნდა გავიდო ვინმე აგვირძალა კონსტიტუციაში წერია გინდა იქცადი ორივეში მიიღო მონაწილეობა. პირიქით ფიქრობს რომ ლელო იმიტომ მონაწილეობს არჩევნებში გახარეთ და ფიქრობენ რომ ჩვენ გავნადგურდებით და თვითონ დარჩებიან მთავარი ოპოზიცია. არა როგორ ლელო არჩევნებში მონაწილეობით ქუჩა ვერ ნადგურდებოდა ქუჩა საერთოდ არ უნდა წასულიყო ეს დაპირისპირება რომ არჩევნებში მონაწილეობა ქუჩის გამოთიშვა ხო და ვიძახი რომ არასწორია რა ეს აღარ მინდა თან ამ დღეების წინ მით უმეტეს ხო ნაწილი არჩევნებში მიდის ნაწილი ეგერ 4-ში დიდი მოლოდინებია შექმნილი კიდევ ვილაპარაკო იმაზე რა შეცდომებით უშუალო ოპოზიციამ აღარა ამ თემაზე მე რა კამაც აზრი იმიტომ რომ 10 დღეა დარჩენილი ყველას პოზიცია ჩამოყალიბებული არის ანუ პოზიციებში ეხლა ცვლილება არ მოხდება კამათი უნდა მოხდარიყო მაშინ ანა პოზიციები შეჯერებადი იყო დღეს პოზიციები შეჯერებადი არა ამიტომ იქნება ის რაც იქნება ნაწილი წავა არჩევნებზე მერე შევერთდება 4-ს ამაში ვარ დარწმუნებული და აი ეს ვითარება გვაქვს იქ რა იქნება ტყულან უშემეკითხები არაფერი არ ვიცი მე მგონი ყველა ეგეთ სიტუაციაში ვარ და მაშინ გამოჩნდება რა კი ბატონო გიორგი თქვენ რას ფიქრობთ რომელი გზა არის სწორი არჩევნებზე მაგალითად ანუ ირაკლი ფიქრობს რომ არჩევნებზე წავა დილით და მე აქციაზეც გავა თქვენ აპირებთ არჩევნებზე წასვლას არა მე არ წავალ არჩევნებზე იმიტომ რომ ეს არჩევნები ნამდვილად არ იქნება და შესაბამისად არ ვაპირებ რომ ფარსში მონაწილეობა მივიღო მარტო მე არა სხვა შორის მე ვიცნობ ადამიანებს განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს სახელს და გვარს არ დავასახელებ იმიტომ რომ შეიძლება არ უნდა რომ თქვა მე ვიცნობ ადამიანს რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველა არჩევნებზე არის ნამყოფი ყველას ეხლა არის 76 წლის პირველად ცხოვრებაში თქვა ამ ადამიანმა რომ მე არჩევნებზე აღარ წავალ. ანუ არ არსებობდა მიზეზი და რო ის სახში დაგესვა გაგეჩერებინა და ასე შემდეგ რა. დღეს ამბობს რომ ეს არ არის არჩევნები. ეხლა უყურე მე მგონია რომ თუ შენ შეგიძლია რომ არჩევნებით შეცვალო ხელისუფლება კი რატომაც არა. ხო? ანუ ეს ხელისუფლება თუ შენ ამბობ რომ ეს არის კრემლის დანამატი, გაგრძელება
ასე ვთქვათ, რეჟიმი, რომელიც არის არალეგიტიმური და არაღიარებული. აგერ ბატონო, ანუ ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს ეგერ ლუქსემბურგში, ასე რა ქვია, მინისტერიალზე დედამიწის ზურგზე ყველა მიიწვიეს. ხო, ყველა საგარეო ყაზახეთი, უზბეკეთი რა. ანუ არ გაღიარებს ლეგიტიმურ ხელისუფლებად, არ გიწევს. კარგად იყავი რა. თუ ამბობთ, რომ არალეგიტიმურია, უკანონოდ მიიტაცა ხელისუფლება, მეტიც რუსეთიდან იმართება, ახლა როგორ წარმოგიდგენია შენ ასეთ ხელისუფლებას ჩვეულებრივ მდგომარეობაში წახვალ და არჩევნებით გაუშვებ? ვერ გაუშვებ, ხო? გარჩევნებით რომ შესაძლებელი ყოფილიყო ხელისუფლების ცვლილება, უნდა აქამდე უნდა შეცვლილიყო. 24-შიც უნდა შეცვლილიყო და 20-შიც უნდა შეცვლილიყო, 21-შიც უნდა შეცვლილიყო. სინამდვილეში, ოღონდ ჩვენ დავაგვიანეთ. ანუ ეს ჩვენ გავწვდით უკვე ჩემი აზრით იმ მობრუნების წერტილს, სადაც ჩვეულებრივად რაღაც დემოკრატიულ მდგომარეობაში არჩევნების საშუალებით ამ ტიპის რეჟიმის ცვლილება შესაძლებელია. არ არის შესაძლებელი. არჩევნები შეიძლება იყოს რაღაცის დანამატი. ან რაღაცის შემდეგ უკვე გაფორმების, ან ლეგიტიმურად შეფუთვის საშუალება. თორემ როგორც პუტინს არჩევნებით ვერ მოიშორებ, ლუკაშენკოს არჩევნებით ვერ მოიშორებ, რა ვიცი კიდე სხვებს ახლა აღარ ჩამოვთვლი, გრძელი სია რეგიონში შეიძლება ვიღაცებზე ვილაპარაკოთ. ხო, აი უკვე იმ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, რომ ივანიშვილის რეჟიმსაც ესე ჩვეულებრივად მიდი ბიულეტენი ჩააგდე და რაღაც ამის შედეგად მე ადგენენ და ეს ყველაფერი დათვალეს და უიმედე და წაგვიკია არჩევნები და ეს ხალხი წავა, ესე არ წავა. ანუ ქვეყანა უნდა მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, როდესაც ეს რეჟიმი უკვე ვეღარ მართავს ქვეყანას და მას ურჩევნია შემდეგ მე რომ არჩევნებით წავიდეს, ვიდრე სხვანაირად წავიდეს. ანუ ეს უნდა დაანახო, ხო, რომ აი სხვანაირად წასვლა რას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გარბი ხარ, ან აქ რაღაცას გიშვებიან, ან ციხეში ამთავრებ, ან რაღაცა, თუ ეს ვერ დაინახა ივანიშვილმა, გინდა არჩევნებზე მიდი და გინდა ეს არჩევნები აღარ იქნება. ამიტომ მე მესმის ფრუსტრაცია ბოიკოტის მომხრეების, რომ ანუ აი რანაირად შეიძლება ვერ დაინახო, რომ აი ამ არჩევნებზე მისვლით ვერც რამეს ცვლი სინამდვილეში და შეიძლება ეხმარები კიდევაც რეჟიმს რაღაცა ტიპის ლეგიტიმაციაში. მეორეს მხრივ მე არჩევნების მომხრეებისაც მესმის. ისინი ამბობენ, რომ რა ვიცი, ამდენი ხანი ერთი წელია ქუჩაში ხარ და 1000 რამე ცადე და არ გამოგივიდა, ხო? და ხა რა გარანტია გაქვს, რომ სიტყვაზე 4-ში გამოგივა. ხო? ანუ აი თუ 13-ში არ გამოგივიდა, 4-ში როგორ გამოგივა? ანუ აქეთაც არის რაღაც არგუმენტები და ლოგიკა, ხო? მაგრამ მე ერთი რამე ვიცი. მე როდესაც, ანუ პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება, ნამდვილად. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც შენ ამ შესაძლებლობას და პრაქტიკულ გამოსავალს ვერ ხედავ. როცა ასე ხდება, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ პრაქტიკული გამოსავალი არ არსებობს. უბრალოდ იმ პრიზმიდან, საიდანაც უყურებ, იქ არ არის პრაქტიკული გამოსავალი. როცა რაღაც კონკრეტულ მომენტში პრაქტიკული გამოსავალი არ არის, ამ სიტუაციაში ჩემი აზრით ერთადერთი ვარიანტია მოქმედების. უნდა იმოქმედოს სწორად, უნდა იმოქმედოს სამართლიანად, უნდა იმოქმედოს მორალურად გამართულად. რატო? რომ როდესაც პრაქტიკული გადაწყვეტა გამოჩნდება, მაშინ არ ჩაიყენოთ. რა არის სწორი მოქმედება? მაშინ არ ჩაიყენოთ თავი ცუდ მდგომარეობაში. რა ვიცი, მე მგონია რომ ეს რეჟიმი არის საოკუპაციო რეჟიმი, საქმე გვაქვს რუსეთის ასე ვთქვათ გაგრძელებასთან. უნდა ვებრძოლოთ ყველა შესაძლო საშუალებით, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი. ანუ ძალადობა ჩემს მიუღებელია, მაგრამ სხვა ყველა საშუალება რეჟიმის წინააღმდეგ მისაღებია. აი ეს სხვა ყველა საშუალება არის ბევრი რაღაცა და შესაბამისად ადამიანები უნდა დაირაზმონ პატარა ჯგუფებად, დიდ ჯგუფებად, მიწის ქვეშ, მიწის ზევით, როგორც პარტიები, როგორც ჯგუფები, როგორც ორგანიზაციები, ერთად და ცალ-ცალკე უნდა ისეთი სიტუაცია უნდა დააყენონ ქვეყანაში, რომ ოცნებამ მართვა ვეღარ შეძლოს. აი შემდეგ უკვე იმ არჩევნებსაც აზრი გაუჩნდება, როდის ჩაატარებდა რანაირად. შეიძლება იქით დაგინისნოს არჩევნები, იქიდან აქვე ხელისუფლება ჭყალებში, რომ შედარებით უფრო ნაკლები ზიანი და გავიდეს თამაშიდან, თუ კი ძალიან არ დააგვიანა.
ხო? ეხლა მე არ მაქვს რაღაცა კონკრეტული ფორმულა რომ თქვა, რომ აი ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ, ის უნდა გავაკეთოთ. ანუ ძალაუფლების ცენტრები სადაც არის, ის სივრცეები უნდა დაიკავო. ეგ არის რა, ძალაუფლება უნდა წაართვა. ძალაუფლება როგორ არის მოწყობილი, ხო? რეალურად ივანიშვილი აკონტროლებს ყველა გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრს და ყველა ინსტიტუტს. ხო, რომლის საშუალებითაც მართავს. შესაბამისად, შენ ეს ინსტიტუტები უნდა გამოიყვანო წყობიდან, რომ მისი საშუალებით ვეღარ მართოს. როგორ გააკეთებ ამას? შენი ნება არის. ერთადერთი, რასაც ვეწინააღმდეგე, არის ძალადობა. ანუ ადამიანის სიცოცხლის დაზიანება და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება არის მიუღებელი ჩემთვის. დანარჩენი ყველაფერი მისაღებია. რა ვიცი, ამ რეჟიმი, რომელმაც ამ ხელაუბედურება დამართა სახელმწიფოს, რანაირად შეიძლება რომ დატოვოთ ჩვეულებრივად და ცხოვრება გააგრძელო. ცხოვრება ჩვეულებრივად არ უნდა გაგრძელდეს, ცხოვრება ვეღარ უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად და აი ამის შედეგად ვერ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ასე აი მართლაც ეს კითხვა ხშირად ისმის რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც გარანტირებულად იცი რომ უსამართლოდ ჩატარდება. თუ გარანტირებულად იცი რომ უსამართლო იქნება, აყალბებული იქნება, ერთ-ერთი მერაბ, აქვე მოკლედ რა. მითხარით საქართველოს სამართლიანად ჩატარებული არჩევნები. და წესი არა 95 წლიდან 1. ხო და ხო, უდას მოხდა გასული. არა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს იმასთან 1 წუთით 95 წლიდან არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა 2008 წელს თავზე დაგვაწონეს არჩევნები საპრეზიდენტო. თავზე დაგვაწონეს, ოქმები გადაგვიკეთეს, რომ ვერ მოიგდეს. 2012 წელს ოპოზიცია აღარ უნდა გასულიყო არჩევნები. არა, რა ზეა, ეცერო, ოდესმე უნდა დაასრულოს და იბრძოლოს სამართლიანი არჩევნებისთვის. ბიჭო, მაშინ მოთხოვნა უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები რა და სად არის ეს სამართლიანი არჩევნები მოთხოვნა ხო არა ხო არ არის მოთხოვნა კაცო პოლიტბატონების გამოშვება და ახალი არჩევნები არა ერთი წუთით სამართლიანი ახალი არჩევნები სამართლიანი არჩევნები ახალი არჩევნები შეიძლება ჩაატარო და უსამართლოდ ჩაატარო სამართლე ერთი წუთით კაცო თუ დამამთავრებია სამართლიან არჩევნებს თუ იტყო მაშინ ის უნდა მითხრა რომ სამართლიანი არჩევნებისათვის რა გჭირდება სადაც არაფერი გამიგია რა ვეთანხმები გიორგის ყველა გზა უნდა იყოს, თუ ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული, სადაც შეგიძლია შეავიწრო იმ ინსტიტუტებში, რომელშიც არის, იქაც უნდა შეავიწრო, ამარჩევნებსაც უნდა შეავიწრო. მე დარწმუნებული ვიყავი და დღესაც ყველა გათვლა მაგას აჩვენებდა. თბილისში გაერთიანებული ოპოზიცია რო გაერთიანებულიყო მოიგებდა ამარჩევნებს. თუ არ და ხელისუფლებას ისეთი რაღაცა დაჭირდებოდა გაეკეთებინა. რომ მართლა ყოველგვარი ხელოვნური რაღაცების შექმნის გარეშე мотивация გაჩნდებოდა ძალიან სხვა მოქმედებებს. გაუშვით ეს შანსი ხელიდან. კარგი აღარ არის ლაპარაკი, ხო? კიდევ ვიძახი ახლა. მეორე მხარეზე ცუცუნ ვაკეთებთ რა. არ გჯერა? აი ბატონო. რომ არჩევნებით რაღაცა შეიძლება. არიან ადამიანები, რომლებიც ჯერა. შენ როდესაც ორი უპირისპირდება ერთმანეთს და ერთს ურტყავ, მეორე საქმეს აკეთებ. რატო ხვებით ამას? თუ აქ პოლიტიკური მიზანი არ არის ამ ერთის განადგურება. დღეს კუპრაძეზე და თქვა კიდევ ვიწყდი, იმაძე დარტყმა ნიშნავს იმას, რომ შენ კალაძეს უქმნი უკეთეს პირობებს, რომ პირველივე ტურში გავიდეს, რატო? მარტივი ლოგიკით, კარგი, არ გინდა არ მონაწილეობ, გავიგე. გამსახურდიას მაგალითი მოხავთ ხშირად რა, აი ბოიკოტი გააკეთა, გამსახურდიამ ბოიკოტი რო გააკეთა იმ არჩევნებში, სახალხო ფრონტი იღებდა მონაწილეობას, გამსახურდიამ თქვა და ღიად მოუწოდა ყველა. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ხარს უჭერთ სახალხო ფრონტის კანდიდატებს. პირველს რო იძახია რომ გააკეთა ბოიკოტი, ისიც გაიხსენოთ როგორ მოიქცა და რა გამოიღო ამ სინერგიამ. მერე საბოლოო ჯამში, ხო? ამიტომ არა, არჩევნები არ ჩატარებულა. სამაგერად არჩევნები ჩატარდა, ხო? ოღონდ შეერთებულ ერთიანად მოქმედებდა, მაშინ ოპოზიცია სანამ ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა. მერე დამარცხდა ყველაფერი. აკაც იგივეა რა, ძალიან მარტივი რამას ვამბობ. კიდევ ერთხელ გიორგის არგუმენტები, ვიცი ეს არგუმენტები ყველაფერი რა. მილიონჯერ მაქვს მოსმენილი. ჩემი არგუმენტებიც იციან ყველა. ავანებოთ ახლა თავი. აღარა აქვს ამ ჭიდაობას აზრი. ვეღარ გადავარწმუნებთ მეთქი, მაგითი დავიწყოთ. ვეღარ გადავარწმუნებთ ახლა ერთმანეთს რა. მილიონი რამე შემიძლია ვთქვა ახლა საწინააღმდეგო არგუმენტი, როგორც გიორგის შოუ. უაზრობა არის დღეს 10 დღით ადრე ამ მოვლენებამდე კიდე ამაზე გამართი. მარტივი თემა არის, არ ჯერათ არჩევნების, კი ბატონო, 4-ში ყველანი ვიკრიფებით, იქსაც ვიკრიფებით. ნუ მოუწოდებთ ხალხს რომ კალაძეს
გაუვალებელია გამარჯვება. მარტივად ვამბობ რა. ნუ მოუწოდებთ. და შევხედოთ რა ისე უეცრად რომ გავარდეს და მეორე ტური დადგეს რა ვშვებით. მივდივარ და ვეუბნებით რომ არა ხალხო კალაძე უნდა გავიდეს? მინიმალურია შანსი მეც ვიცი იქამდე მივიდა ხო საქმე. ყველამ გააკეთა ყველაფერი ამისათვის, სენდვიჩი გააკეთა სიმონ პოზიციიდან, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. გასაგებია ეს პოლიტიკური ბრძოლა არის, სინამდვილეში. ნუ რა ვინმე მეტყვის, ეს პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ამ ეტაპს, აი ამ საკითხში. პოლიტიკური პარტიების მხრიდან. სხვა რამეა ეს. მე რა ვილაპარაკო. ხო, მაგრამ ეხლა არა პარტიები, მე აქტივისტების დიდი ნაწილის ვფიქრობ, რომ ეს ღალატი იყო, თქვა ველოს ხრი. ასე აღიქოს აქტივისტები ვფიქრობ და კიდევ ბევრი ადამიანი ფიქრობს, მაგრამ მოდი ასე ვთქვა, ხო? გადავეჩვიოთ იმას, რომ ვიღაცას აქვს, რა 35 წელი ამან და გადავეჩვიოთ იმას, რომ ვიღაცას აქვს რაღაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია. არავის არ უთქვია, რომ ქუჩაში არ უნდა იდგეთ, ხო? ის ხალხი, რასაც აკეთებს 3 დღის განმავლობაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ყოველგვარი ვინმესთან კოჭების გორების გარეშე, ეს გვიო. მართლა არ მოხდა ეს ამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არც ბევრგან არ მახსოვს ახლა. შეიძლება გამდის დროს ინდოეთში რაღაცა იყო. ვერ ვიცი. მაგრამ მეორე მხრივ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას თუ განსხვავებული აზრი აქვს ამ ბრძოლის ტაქტიკაზე, შენ ყველას მოვალატე უნდა ეძახო. ცუდად თავდება ეს ამ ქვეყანაში. არ ვიცი, ამ სიკეთე არ მოუტანია. მე ეს ყველაფერი გავლილი მაქვს, იმოდენე მაღაზია პატარა რო ვიყავ, იქიდან მოყოლებ. ვიცი რა მოიტანა ამ ქვეყანაში. ამიტომ აქტივისტებმა და ყველამ გასაგებია, ისიც ვიცი რომ 3 დღე რო ქუჩაში რადიკალიზაციას იწვევს ეს ადამიანებში ძალიან სერვე თავის დროზე რამის ფსიქოლოგები სწავლობდნენ საქართველოს მდგომარეობას უამრავი აქციის შემდეგ, რაც სრულიად შეიცვალა ერის ფსიქოლოგიაო იმ აქციების შემდეგ. ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი ახლა ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს 10 დღე მაინც ერთმანეთის ლანძღვაგინებას შევეშვათ ყველა. და ერთმანეთის დამონათებას იმაზე, რომ ვინ ჭეშმარიტ გზაზე დგას და ვინ ღალატის გზაზე. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ რა უნდა რა მით უმეტეს უკაცრავად რა. მით უმეტეს მეორე მხარესაც რაღაცა კაფეო გეგმას წარმოადგენს, რომელსაც ან მე დავიჯერებდი, ან უნდა სხვა ადამიანი ვერ ვხედავ. ხო, ეგ არის ერთი პრობლემა. არა, უკაცრავად რა, ერთი პრობლემა. ასე აქეთ მოღალატები არიან და იქ ერთი პრობლემა არის. ხო, რომ აი, მოკლედ, ჩემი პოზიცია არის მარტივი რა. ხო, ხო, რევოლუციურ პროცესში სხვა რაღაცები ჭირდება რა. ჩემი პოზიცია არის მარტივი რა. ეხლა ამ 10 დღის განმავლობაში რაც არის დარჩენილი, თავი შევიკავოს ყველა მაქსიმალურად ერთმანეთის ლანძღვაგინებისგან. და იმისი მტკიცების საგაროს მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია პროცესი რომ წარმოიდგინო, უნდა იცოდე რესურსები რა არის, უნდა იცოდე ადამიანური, ფინანსური და კიდევ ბევრი რაღაც. ეს პროცესი უნდა კონდეს წარმოდგენილი იმას, ვინც ხელმძღვანელობს ამას, ხო? მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელიც როგორც შენ ტელევიზორ და სოციალური ქსელებით ვიგებ რაღაცებს. ხვდები ადამიანებს, არავინ არაფერი არ იცის. ყველა მხრებს იჭიჭებს. გავიგე მესმის გაჩერებული ვარ უყურებ. მივიღებ მონაწილეობა და შევხედავ რა იქნება. ეს არის პოზიცია, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნუ რა ვიცი, ნუ აქ რა ეს პრეტენზია, რომ თვითონ არის ერთ-ერთი ჭეშმარიტების მატარებელი. არ არის ეგ კარგი. იმიტომ რომ ხელისუფლების ინტერესი მე დღე მილიონი უკუმა კიდევ ვიმეორებ, მილიონი უკუ მაგალითს შემიძლია მოვიყვანო იმისა, რომ მაგალითად ის რომ ხელისუფლების ინტერესებშია რადიკალიზაცია. საერთოდ ეს ტალღა რადიკალიზაციის ხელისუფლებამ დაიწყო და არა ოპოზიციამ. არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ რო წააგო, სიტუაცია დაწყალებული იყო პროტესტები და მინამლებაზე მიდიოდა თვითონ დაიწყეს ხო პრემიერის გამოსვლით. იქნებ გვეფიქრა ისე ატოქნეს. რეპრესიები უნდა და იმიტომ რომ სისტემა რომელსაც ისინი ქმნიან მათ ამოატრიალეს ხო ყველაფერი აი 72 28-ზე იყო საქართველოში ნატოს და ნატოში შესვლის მომხრე პრინციპში ეს იყო ევროინტეგრაციის მომხრე თუ რუსულ ორბიტაზე დარჩა ეს 28% მთელი არწლულობის მანძილზე იყო მარგინალიზებული ხელისუფლებამ ძალიან კარგად დაინახა რომ ეს არის მშვენიერი გამზადებული ბაზა მხარდამჭერების და მთელი ეს იდეოლოგია ამოატრიალა
რაც იყო მარგინალიზებული და ფსკერი და დაადო თავზე და გახადა სახელმწიფო იდეოლოგია და მოასვა მთელ საზოგადოებას თავზე. ოღონდ ამ იდეოლოგიაში სჭირდება შესაბამისი მექანიზმები. ეს მექანიზმები, ეს იდეოლოგია ტარდება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარიზმის პირობებში. ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება რადიკალიზაცია. თუ რადიკალიზაცია სჭირდება, მაშინ სჭირდება ლეგიტიმური საბაბით რადიკალიზაციის. იქნება ამაზეც ვიფიქროთ ხოლმე. ყველაფერი შეიძლება იყოს, და როგორ ფიქრობ, გიორგი, როგორ წარმოგიდგენია პროცესებისგან და სწორად პროცესების განვითარება როგორ იქნება შენი გადმოსახედები? სწორად პროცესები ვეღარ განვითარდება უკვე. უკვე იქავართ, რომ აქედან ადვილი და მარტივი გამოსავალი აღარ არის სამწუხაროდ. და სამწუხაროდ ჩვენ გავწვდით ამ მოbrunების წერტილს. ხო, ეხლა ძნელია მართლა რამე პროგნოზის გაკეთება. მართლაც არ ჩანს ბევრი რაღაცა. ყველაფერს ჩვენ ზედაპირულად უყურებთ და ჩვენ არ ვიცით თუ რამე იგეგმება, მართლა იგეგმება თუ არა, თუ როგორ იგეგმება, ხო, მართლა რა რესურსია აქ ჩარეული, რამდენად ორგანიზებული იქნება ეს ყველაფერი. კი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება თავისი შინაარსიდან გამომდინარე გადაწყდება აუცილებლად, იმიტომ რომ თავისი არსით არასწორად არის ყველაფერი აგებული. შესაბამისად, თუ ორგანიზებულად დაუპირისპირდები ბოროტებას, იმაზე აუცილებლად გაიმარჯვებ. მაგრამ რამდენად რა რესურსია, რამდენად ორგანიზებულია ეს ყველაფერი, ეს მართლა მე არ ვიცი. ეხლა მე თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ ეხლა გინდა თუ არა 4-ში დამთავრდება, როგორ 5-ში, 10-ში, 12-ში, 15-ში, ეს მე არ ვიცი. ეს თარიღის დასახელება რამდენად სწორი იყო თქვენი აზრით? ხო, მე არ ვიცი. ეგეც მანდ შემიძლია გითხრა, რომ არ ვიცი, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვარ მომხრე ესეთი რაღაცეების. თუ ისტორიას გადავხედავთ, ამ ტიპის ცვლილებები დაანონსებულად არ ხდება. ძალიან იშვიათად არის ესეთი შემთხვევა, რომ თქვა, რომ რაღაცა პირველად მოვალ და აი ესე გავაკეთებ და იმას ისო, ხა შენ მაგას რო ამბობ, შესაბამისად, ამით შენ ხელისუფლებას რაღაც უპირატესობას აძლევ, ხო? რომ იმან იმოქმედოს შენ წინასწარ ვიღაცა რაღაცა რა. ხო, რაც არ ვიცი, არ ვიცი. შესაბამისად, მე ერთი რამის მჯერა, რომ საზოგადოებრივი, არაძალადობრივი ორგანიზებული პროტესტი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს, აი როგორც არ გაჩერდა ამ 300 დღის განმავლობაში და მაქსიმალურად ყოველდღიურად ჩვენ უნდა დავასუსტოთ და დავაზიანოთ ივანიშვილის რეჟიმი. ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ძალადობრივი მეთოდების გარდა. ეს იქნება რაღაცა ხოლმე ეს არ მინდა აქ ჩამოვთვალო, რა ქვია, ამის რა ქვია, სახელმძღვანელო არსებობს უამრავი, რა ქვია, რანაირად შეიძლება ეს გაკეთდეს. მე მგონია, რომ საკმარისი რაოდენობა არის ადამიანების, საკმარისად გამბედავი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ. უბრალოდ ამ ყველაფერს უნდა სწორად ორგანიზება და აუცილებლად გამოვა. ოღონდ ეს 4-ში მოხდება, 8-ში მოხდება, 12-ში თუ როდის მოხდება, საბოლოო ჯამში როდის გადაწყდება რეჟიმი. მე არ ვიცი, მაგრამ რო გადაწყდება, ზუსტად ვიცი. რატო აი მაგალითად ბატონ ირაკლი ამბობდა, რომ შეიძლება პირიქით რადიკალიზაცია მათ ინტერესებში იყოს და უფრო იმისთვის რომ მოუჭრონ და პირიქით რაღაც ბელორუსის გავსი რეჟიმი დაამყარა. კი, არის ამაში. ასეთ განვითარებას ელოდები. არის ამაში ლოგიკა, რომ რეჟიმი, რომელიც დიქტატურას ამყარებს, მას გზადაგზა ჭირდება ესეთი რადიკალიზაციის ფაზები, მაგრამ ამას თვითონ შექმნის. არ არის აუცილებელი, რომ შენ გააკეთო რაღაცა. ხო, თავად გააკეთებს. ხო, რამდენიც კი ერთხელ შეიძლება გამოეცალო, ორჯერ შეიძლება გამოეცალო, მაგრამ იმის ჩათვლით თუ რა რესურსი აქვს, იმის ჩათვლით თუ რაზეა წამსვლელი, ის ამ რადიკალიზაციის ბაზას მაინც შექმნის. აი მაგალითისათვის ავიღოთ რა. ეხლა სახელები მოუწდება, რა ქვია. ისა რა ქვია, ის ბიჭი რო იმას რო გამოგლიჯა ხელიდან იარაღი, ჯობავა, ხო? ესე იგი, აი წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებენ, ხო? ანუ ადამიანს ასამართლებენ იმისთვის, რომ პოტენციურად იხსნა ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება სიკვდილისკენ. ხო, ხა წინასწარ რა იცი შენ იმას რა ტიპის იარაღი უჭიავს, პნევმატურია თუ ნამდვილია თუ ტყუილია თუ ხა იარაღის ექსპერტი ხო არ ახარ, რომ აქედან რაღაც 10 მეტრიდან გაარჩიო დაინახო, ხო? ანუ
ასეთ ანუ ნებისმიერ ამას გააკეთებენ. ხო და ამაზე რო რეაგირება იქნება რაღაცა ტიპის, მაშინ ყველაფერზე ხელები უნდა ჩამოუშვათ, ყველაფერზე უნდა დავიმალოთ, ყველაფერზე უნდა ვთქვათ, რომ მოდი გარეთ არ გავიდეთ, იმიტომ რომ ამით რადიკალიზაციას ხელი არ შეუწყოთ, მოდი იქ რაღაც გზა არ გადავკეტოთ, იმიტომ რომ ამით რადიკალიზაცია. ანუ მე მესმის, რომ კი, რადიკალიზაცია ხელისუფლებას აწყობს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რადიკალიზაციის ხარისხს გააჩნია. უყურე, ისეთი რადიკალიზაცია უნდა მოუწყო, რომ ვერ გამოიყენოს პირიქით, რომ უნდა შეაშინო, უნდა დაჩაგრო, უნდა შენი რაოდენობით უნდა მოუგო, იმის შენი მორალური პოზიციით უნდა მოუგო. ანუ წარმოიდგინე ხა აქეთ ხარეს ვინ არიან ადამიანები შეხედეთ სახელებით და გვარებით და იქით ხარეს ვინ არიან. და რანაირად შეიძლება ბიჭო აი ამ ჩამორჩენილმა ბრბომ მართოს აი ასეთი ნათელი ადამიანების ერთობლიობა. უბრალოდ მე არ მესმის რა. და შესაბამისად აი ამ რაღაც ასე ვთქვათ რაღაც აი ჩამომპალ ადამიანების ერთობას რანაირად არ შეიძლება დაუპირისპირო ანუ აქტიური პროტესტი ისე რომ ხო ანუ აი ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხო თავი არა შეიძლება ხო იმიტომ რომ ალბათ აქეთ ხარის არ არის საკმარისი ორგანიზება, საკმარისი რესურსი, საკმარისი გამბედაობა, მაგრამ მოვა ეს დარწმუნებული ვარ. ავტორიტეტული ლიდერები ჭირდება. ხო, აი ერთი თემა არის, ხო, ლიდერების ნაკლებად არ არსებობს. მინახავს რევოლუციური პროცესი და ბავშვი ვიყავი და ლიდერები იყვნენ, რომელსაც ხალხი მიყვებოდა. ჩვენ გვაქვს პრობლემა, წელიწად ნახევარი აქციები ისე მიდიოდა, ოპოზიციო პოლიტიკოსებს მიკროფონებთან არ ატარებდნენ. ესეც პირველად არის საქართველოს ისტორიაში. ხო, ასეთ რამე არ მოხდა. ოღონდ ამას ყველაფერს თავისი მინუსი აქვს, იმიტომ რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოგწონს ესე როგორებიც არიან თუ არ არის პოლიტიკოსები უნდა აიღონ, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს მინიმალური ცოდნა მაინც იმისათვის. ის რომ დღეს ყველაზე უფრო დაგმაშინებს რომ პოლიტიკოსები ამბობენ რომ ისინი მივიდნენ აქციაზე, მაგრამ არ ამბობენ რომ პოლიტიკური ძალები არ იღებენ პასუხისმგებლობას. ძალიან ცუდია ჩემი აზრით. ძალიან ცუდია და ხო მაშინებს ეს იმიტომ რომ პოლიტიკოს გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს და გარკვეული მუხრუჭები აქვს და გარკვეული ხედვა აქვს რა შეიძლება რა არ შეიძლება ის ზღვარი რომელზედაც გიორგი ლაპარაკობს გახურებულმა 23-22 წუთი შეიძლება ვერ დაინახოს იმ მომენტში მაგრამ პოლიტიკოსი ამას ხედავს და ამაზე პასუხისმგებელია ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ყველაფერი მნიშვნელოვანია მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია საზოგადოება მე მაშინ ძალიან კაფეოთ ვიცოდი რა ვინ იყო პასუხისმგებელი პოლიტიკური პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე რაც ხდებოდა და ახალგაზრდა ვიყავი და ვიტყოდი და ვლაპარაკობდი რაღაცა და ჩემ არჩევანს ვაკეთებდი რა გამეკეთებდი ოღონდ ეს არჩევანი ცხადი იყო ცხადი არჩევანი მქონდა ყოველთვის და იყვნენ ლიდერები რომელსაც მე ვენდობოდი დღეს ამის დეფიციტია, საყოველთაო დეფიციტი არის ზოგადად მარტო საქართველოს მოვლენა არ არის შეხედა ევროპაში და ამერიკაში რა ხდება რაღაც საქართველოს გაგვიკვირდა, მაგრამ ამ მდგომარეობაში ვართ, ხო? დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მოგწონს ანუ ლიდერის როლი არის გადამწყვეტი ასეთ პროცესებში. არავინ არ თქმას ისტორიაში ვინმე არ მომიყვანოს რევოლუციის, მშვიდობიანის, იმისი რა ქვია, ასეთის, ისეთის, წვანეს, წითელის ლიდერის გარეშე ეს პროცესი არ არსებობს. თავისთავად ასეთი არის ეს პროცესი. ხო, ეს საინტერესო თემა არის, ამ პროცესმა ამდენი ხანი გრძელდება, ხო, 300 დღე ვამბობთ და მანამდეც იყო, ხო, ეხლა 2023-მდე და ლიდერი რატო ვერ დაბადარო? ვერ დაბადა ლიდერი, ხო, ვერ შვა. ხო, ეხლა ეკიცი როგორი ამბავია, რომ აი, როდესაც იმ ტიპის რეჟიმთან გაქვს საქმე, როგორიც არის ეხლა ამ შემთხვევაში უკვე ივანიშვილი და ეხლა ბოლომდე გამოაჩინა, ხო, ან თავისი საცეცების სინამდვილეში რა ტიპის ადამიანთან და ზოგადად მმართველ რეჟიმთან გვაქვს საქმე, ну, ეგრე არის ყველგან რა. ანუ რეჟიმი ცდილობს იმას, რომ პოტენციური ლიდერი, რომელიც შეიძლება სადმე აღმოჩენდეს, ბოლომდე იმას ხნას, რა ქვია, გაანეიტრალოს, ასე ვთქვათ, გაანადგუროს. ანუ პირდაპირ შეიძლება ადამიანი კი არ მოკლან რა, მაგრამ ანუ რესურსი წაართვა, აი ხა რომ დავაკვირდეთ რა რეალურად. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეგენი არც ერთი რევოლუციური ლიდერები არ არიანო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ოპოზიციის, ასე ვთქვათ, 8 მინიმუმ 8 ლიდერი ზის ციხეში. ანუ არა, შოშარდა ხაბეიშვილმა სცადა რომ რაღაც რევოლუციური ლიდერი გამხდა, რამდენად გამოვიდოდა მეორე საკითხი, მაგრამ მან სცადა თავის თავზე პასუხისმგებლობის აღებას სცადა რაღაც პროცესებში და ეგრევე დაიჭერეს. ხო და მაგას ვამბობ რა, რომ ანუ ერთი რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს წინახაზე უნდა იდგნენ წესით და რიგით პოლიტიკური ლიდერები,
დღეს ხედან ციხეში. ხო, უდიდესი უმრავლესობა. ერთი, მეორე, ამ იმაში, რა ქვია, აქამდე აი ამ 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე აღმოცენდა, ესენი აღმოცენდა, ხო? ანუ ხელოვნურად რანაც შეიძლება გაზარდო ლიდერი, ხო? იქ ვიღაც არა, რომ ხა სამოქალაქო საზოგადოება იყო ძალიან აქტიურად ჩართული. ბევრი ახალი ადამიანი გამოვიდა პროტესტში, მაგრამ რადგან არ აღმოცენდა. და ანუ უყურე რა ხდება, ანუ ეს ხალხი რომ გაუშვეს ციხეში და ამით თავი დაიზღვიეს რა, რომ ანუ პოტენციურად რაღაცა შესაძლო რაც შეიძლება და მომხდარიყო, თუ რამე მოხდებოდა, ამადა გავლით მოხდებოდა, ხო? მართალია მანამდე ვერაფერი ვერ მოახერხეს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ეს რაღაც ძალის სინერგია მომხდარიყო, ხო? ადგა, ჩაყარა ესენი ციხეში ასე უყურებს ახლა ზემოდან აი ამ იმას და როგორც კი ვინმე პოტენციური გამოჩნდება ამ შემთხვევაში ხაბეიშვილი გეთანხმები ეგ მეორე საკითხი საბოლოო ჯამში აქედან რა გამოვა რა არა შეიძლება ყველაფერი გამოვიდეს დაინახა საფრთხე აი იყო ჩააგდო ციხეში რა ანუ ეგ ბუნებრივია რომ ავტორიტარული რეჟიმი აი ამ რაღაც იმას ასუფთავებს მაქსიმალურად მაინც შეიძლება ამოყინთოს ბუნებრივია ან ლიდერებს ხმის მაგესთან ანაბიჯებით ხელოვნურად მაგრამ მოკლედ როგორც იქნება რა დარწმუნებული ვარ რომ სადღაც ამ როგორც აი ხა გაზაფხულზე რომ ესე იგი ბალახები იწყებენ ამოსვლას რა და რამდენიც არ უნდა იმას ხნა მაინც საბოლოო ჯამში სადღაც რაღაცა ამოვა რა ხო და ეგრე იქნება მანდაც ბოლოს და ბოლოს ის პოლიტიკური ლიდერები სულ იქ ხوارი ჯდებიან იმ ციხეში ხო ანუ მანდ რამოდენიმე საკითხი არის ხა თუ დრო გვაქვს ანუ პოლიტიკურ ლიდერებს თავიდანვე ჰქონდათ ნობის პრობლემა. უყურე რა ხდება ანუ ცოტა წინ რო გადავახვიოთ ამბავი რა. ანუ რა არის ჯერ გვაქვს 4 ოქტომბერი რომელიც არის ადგილობრივი არჩევნების დღე და ჭყალებში რევოლუციის დღე, ხო ერთი ამბობს რევოლუციის დღე იქნება, მეორე ამბობს რომ გამოვგლეჯთ თბილისს თუ რაღაცას, ხო? ორივე შეიძლება სკეპტიკურად შეხედო რაღაცნაირად, ხო რა თბილისს გამოგლეჯ, ხო? რავი თბილისს გერო მთელი ანუ ნახევარი საარჩევნო ოლქების დიდი ნაწილი ვერ დააკომპლექტეს რა რაღაცა რა მაგრამ მეორეს მხრივ თუ შენ მომზადებული არ ყავს ადამიანთა დიდი რაოდენობა ძალიან კარგად რა რევოლუცია კარგი რა ხო ხტები აქამდეც ვისეირნებთ რუსთაველზე და მერეც ვისეირნებთ ეს ამბავი ხო აი 4-ში 5-ში ხო მოხდა ეს ამბავი აი მერე რა ხდება რა ქვია აი ამ ეს ფერფლი თუ რაღაცა იქნება ეს ყველაფერი დაიმასიზავენ ან დაიჭერენ თუ რაღაცა იქნება და რაღაცა აი შემმერე პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ ხო რაც გამზადებულია ეს რა წოლოკიანის დასკვნა და ეხლა აქ არის ლაპარაკი რომელს აკრძალავენ რომელს არა და შეიძლება ვიღაცებს გონიათ რომ თუ ეხლა იქ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ იმას არ აკრძალავენ ანუ რაღაც შეიძლება არ ვიცი მე მაგრამ თუ გონიათ მაგარი სულელობაა იმიტომ რომ როცა გადაწყვეტენ მაშინ აკრძალავენ მერეც ხო ასე რომ ანუ წირო გავიხედოთ და ჩვენ ანუ რევოლუციური სცენარის გარდა სხვა სცენარს მე მაინც ვერ ვხედავ იმიტომ რომ მაკეტკენ წავა მაინც ივანიშვილი ანუ საბოლოო ჯამში გაასუფთავებს პოლიტიკურ ველს და ჩათესავს იქ თავის 2-3 ასე ვთქვათ რაღაც სისტემურ ოპოზიციას რა როგორც რუსეთშია როგორც ბელარუსშია როგორც აღარ სხვაგან არის რა ოღონდ ეგ თუ არ გინდა რომ მოხდეს მაშინ ეს რაღაცა მაგიდა რომელიც ესე არის დალაგებული უნდა ააყირავ გინდა ფეხი მოჭერი გინდა რაღაცა ესროლე გინდა როგორც გინდა სხვანაირად ესე დალაგებულად თალსტუხით იმით ეს საქმე არ გამწევს მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის ირაკლი მელაშვილი გიორგი ბუხაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სიმცემე გემშოვით ხვალ და ხვალ შვილის სახევარზე გადაცემაში რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს